ვიჟო, პახმენიაზე წყალს არ სვა, ანუ იძახი შენ. დიდ არის პახმენიაზე. არა, ზოგადად ვიძახი. წყალს არა, მაგრამ რავი თუ გაქვს რამე ვისკი ან რაღაცა. ვისკის ეხლა შენ ირლანდიური ვისკი გვაქვს. რაღაც იმის ზოგადად არ შეიძლება. ვინ გითხრა რომ არ შეიძლება? არტფორდ მაგას მე უყურებ კაი ხანია. ყველა გადაცემაში უყურებ, ძალიან არავინ არ სვავდა, რა ხდება? რობი მზალია? რობი ავი 7 წელი არ დამილევიაო და. ნუ რა ვიცი რა. კოტეც ვერ სვავს. კოტეს გაშვებული არის. ვიღაცები გაეშვნენ. ჩვენ რომ თამაში დავრჩით, სმის კულტურა როგორც დღეს. იცი რატო? მიხსენ რომ სვა უნდა გიხდებოდეს რა. რამდენს სვავ და რატოს სვავ? თუ რამეა და დაგჭირდა ვისკის სახში და ალკოჰოლი შეგილია, მოიგიდო. აი გასინჯო. ოღონდ ზომიერად. მე არა განსხვავებულად წარსულებს რო იძახიან ვისკი თქოს განსხვავებულად. უყვარდაო. სად უყვარდა ვისკი განსხვავებულად? არა ისე. კარგია. აი მაგიტო არ სვავ მე. მე უნდა შემოვიდო. რომ განსხვავებული ცვალე. ეთელი იყო შემოგზარება. გაგიმართოს. ყუდრო და ხელოვნების პატარა სახში. ვეიპორია რას ნიშნავს მა? ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრს ნიშნავს, კარგი სპონსორი, გინაცვალე, ბეტსონი სპორტი ყოს სტუმრად. როგორც იქნა. აუ როგორც იქნა კი არა და მართლა. ისეთ დროს მოვიდნენ, ყველაზე ძალიან გჭირდებოდა რეალურად. თან ისეთი სპონსორი არის რა. დავარქვათ ამ ეტაპზე ცენტრალური სპონსორი არის ჩვენი. რომელიც ძალიან ბევრს გვპირდება ისე რომ იცოდეთ, კარგ რაღაცეებს. მე გავშალოთ გეგმების თემები. ბაზარი. რაღაცა უნდა ვთქვა რა, სანამ დავიწყებ ხალხთან მაგ განცხადება. მოკლედ, რამოდენიმე კი არა და უკვე кайხნის წინ ჩავწერეთ რაღაც ალბომი, მე და თორნიკე გველესიანმა. თორნიკე გველესიანი პროდიუსერი იყო რა. მე იდოეს წლები ეს ალბომი გვაჯისთან და ნუ კარჩ გაიწელა რა. მე მგონი და 2017-ში თუ 18-ში დავიწყე ამ ალბომს და იმ დღეს მივედი გვაჯისთან და 3 საათში დავამთავრეთ რა. თორნიკეს კი არ უნდოდა რომ გამოგვეშვა ესეთი ფორმით, მაგრამ ლოლიტებზე ელაპარაკე. კარში, ჩემი სიმღერებია სულ ნიკა კოჩაროვით დავდებ Spotify-ზეც და YouTube-ზეც და აღწერაში იქნება მოусმინეთ თუ მოგეწონათ ხო კარგი თუ არა და არც ეგ არ არის პრობლემა. 10 თუ 11 ტრეკია Morning Terror ქვია ალბომს. ეს პერიოდში ჩაწერილია? თუ ხო, არა, ერთ იმინა ალბომია ჩაწერილი რა. Morning Terror ქვია, იმიტომ რომ მაშინ საკმაოდ ცუდად ვიყავდა დილით, ეს ტერორის გზნობა მქონდა. ხვდები, აი რო ვიყვიძებდი ბედურება და გადავწყვიტე რომ არ შევცვალო რა, მაშინ რა კონცეფციაც იყო, ეგ დავტოვო რა და მოკლედ 10 თუ დაიტაცეთ, მოკლედ იდება ამ გადაცემის ქვეშ, ეპიზოდის ქვეშ. როგორ ზანდებით ბატონო? აი ზამთარი რა. კარგად გამოიყურე. ზამთრის ადამიანი ვარ, მაგრამ აუ ერთი ფოტო მაქვს, ეხა გამახსენდა, წეღარო მითხარი რომ რას დაიმსგავსეო, ამ დროს ფორმაში ვარ. აი მე ვერ გისარი ვარ სხვა. ეხა განახებ რაღაც ფოტოს და ყველას გონი ვარ შენ. იმ ფოტოში მე ვიდეო ჩემს ზღვაზე რო ვარ. ესეთ სათვალე მიგეთია რაღაც დიდი გამხდარი ვარ. განახებთ თქვენ გააგზელეთ. ნუ ორივე სახელი ბუზე იწყება, ხო? კი, ბედინა ბახავა. მესწენია სხვადასხვა და მესამე იმას ხო არ გადარებე კიდევ ხატვარი ორი სულაკაური. ვინა? სულაკაური? ზალა? მე გადარებე ზალა ბედინა რაღაცას. მაგას ხო გადარებე. რავი, ბავშვობაში იყო ეგეთებიც, ახლა დიდი ხანია. მე ბავშვები არა ვარ ჩვენ. ვინ თქვა და მე? ეგეც არის. მაგრამ ეს უნდა მოუძებნო და ეს რამინაირად უნდა ვაჩვენოთ ხარ. სადღაც ნიკა 20-30 წლის წინ არლელი დროა რა და კოტესთან სტუდიაში რუსთაველის შენობაში კომუნარო ქონდათ რა. კოდე კალანდაზე. ბაკურა ხო ის ბურდული რა ენა აქ, იმენო ყველაფერზე გადაობს და ბიჭო იცი ბახალამ შეზე რა თქვა. და რაღაცაზე ვარ ასული კოტესთან რაღაცა ტრეკს წერს რა. რა თქვა მე კიდე? ბედინა აისი რას ნიშნავს? ბედინას თვალებიო? ბედინა აისი. და ეგ რუსარი და მეთქი რა. ბედინას თვალებიო თუ რაღაც რა და რაღაც ესე მითხრა რა და უსე მოვკვდი ხა ბაკურას ხო ისე რა ენა აი დიჟბი ბინა იუმორა. ცივი ბედინა. ინული. აუ მე რა მახსოვს იცი. ბედინა აისი გახსოვს. აის ბედინ. აის ბეიბი. კინიგზელთა სახელი. ბეიბი არა ბედინ. აუ ბეიბი. ჩვენ გადავაკეთეთ. აის ბედი. ანუ ეს არის 93 წელი იყო თუ 14 მე და ჩემი კლასელი არკაციკა გამოდიოდით. პირველი კონცერტი იყო თბილისში რაღაცა ჩვენი. ფუძოჯინების თეატრი. სადღაც იყო რაღაცა თეატრში და ყველა გამოდიოდა და შენ კი გიცნობდი მანამდე. ანუ ჩვენ ვინც არის რა საიდაუნაც ჩვენ მეზობლები ვიყავით. ხო. ერთად დავიბადეთ. 90-იანების
თბილისი, დვერიუბანი, ჩუღურეთი. ერთ წამს ამასში. ეს შემიცავე მეგონა გული გამიშ. მანახი. მაგრამ პროსტა ტატუები რო არ აქვს, მივხვდი რომ მე აი, ძელსმებში რა. კი, ძველი. ძელი თმები. ძველი სკოლა, ძელი თმა. სად გაქვს ძელი თმები? ება რაში გჭირდება? ძელი გაქვს თმა? აბა ამას ისა ქვია. სონს რომ მოვიყურ მე შევიჭი. აი იქ რაც არის ზემოთ, შიგნით სუთმა. სუთმა არის. ისე დედასპიცა შენ პირველი რეპერი იყავი, მე რაც მახსოვს, ვისაც ძელით მაქონდა. იმიტომ რომ მაშინ არის მოსული პონტი იყო რა, კაროჩე ანუ. მაგარ შარში ვიყავი ძა. ეხა ნახეთ, იმ პერიოდში სტერეოტიპი სანამ გატყდა რომ ბოლო გაიგო ამ ხალხმა ქრისტე გზელითმები დადიოდა, დავით აღმაშენებელი გზელითმები დადიოდა. ყველა ქართველი მეფე გზელითმები დადიოდა, დამანები რა თავი რა. და ჩვენ საძულველები რო ვიყავ. ჩვენ კიდე დავდევდნენ, შენ ისეთო. არა, არც ისეთი, ეგეთი ვარ რა, როგორც ვარ. ეხა იცი რა გამახსენდა? გახსოვს კოტესტა რო ბაზრობდით და მე რო ვიძახი ეს პირველად მოусმინე, მე ვიცოდი უკვე მანამდე სადღაც ბედინა ესე ჟღერდა ყურში, მაგრამ რაღაც კონცერტი იყო თქო გრიბოიდოვის თეატრში. აი მაგ პერიოდებში იყო კოტემ თქვა ეს მაშინ სროგზე იყო და აგერგენაცვალე ვიყავი. გამოდი. კი. ჩო გრიბოიდოვის თეატრში, თოჯინების თეატრში რაღაცებში სულ ქონდა კონცერტები, არაერთხელ ვართ ერთად გამოსულები რა. ხო და მაშინ უცნაურობა ის იყო რომ თქვენ მაშინ გერქვა მირო. საიდან გახსოვს? ჩემი პირველი ბენდი იყო მირო. იმიტომ რომ მე ვიყავი წამყვანი მაშინ კონცერტის და ვიყავი, მაგრამ რავი. ფესტენაშია ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლი და ასე გერქვა. მირო. ესეთი დრო რო ინგლისური ისო და ორმაკაშვა ფილმში რა პერიოდია ხო ხსენებდი. მის ინგლისური ისო და ყველა საზოგადოებრივი იყო მაშინ და ნუ ანუ სარკე რაღაც და მირო. და რაგი აგერ ძმაო სხვები ჩვენთან არ პაძენლიკობდნენ როკერებთან და ეს იდგა არა, ჩვენ ერთ მაშინ სასტავი ერთ-ერთი პირველი დასაწყისი ამბავია კონცერტების რა ისეთი რო დარჩა ხო იცი მე მეტალიკაზე ვარ გაზები ჯეიმს ეთილზე მანამდე კიდე პარპლ ზეპელინების მძიმე გიჟები ხო და ეგ იგზნობა ხო იცი ეხა რაღაცა აი ესეთი რაღაც როკის სცენის სასტავს რა ეს ეხა ნუ ცალკე ესე რეპი არ ევასებოთ მაგრამ შენ სუ მიღებული ტიპი იყავ რა რომ ბედინა მაგარი პონტი იყო გარშე რა და საიდან გაიძრე ჩვენთან ესე კოტესთან თქვით ხო რაღაც ეგ ხო მაგრამ ხალხში რა ისე მიღებული ანუ მსმენელში მიღებული მოგიყვებით და თქვენ შეიძლება არ გახსოვთ რა 90-იანების დასაწყისში იყო ესეთი ტალღა პაციფისტური მოძრაობა ერქვა ადამიანები რომლებიც გამოვიდნენ ის ხა საქართველოს ხო დასავლეთ იყოს მაინც რაღაცა მოგვაქვს იქიდან დასავლეთიდან ოკეანეს იქიდან და საიდან წამოვიდა პაციფიზმი ხო რომ no war არა ომი რა და ისეთი პერიოდი იყო რომ ომები ქონდა სულ რა და ტიპები გამოვიდნენ რომლებსაც დაუგრეს რომ არ გვინდა ომი დაუგრათ მუსიკა შეიძლება მძიმე მუსიკა იყოს ის რა და აი ეს ტენდენცია საიდანაც წამოვიდა თვითონ rock drugs and rock and roll აი ეს ეპოქა ხო გახსოვთ როგორ არა რომ მაგაში უკვე მოსვეთილი გაქვთ ძალიან ბევრი სვიტრი და აი ეგ თემა გაიჩნდა საქართველოში რა იგივე მზიურში ვაკის პარკში უკრავდნენ ადამიანები მუშტაეთში ცოცხალს მზიურშიც უკრავდნენ ჩვენ როგორ იყო ბიჭები იყვნენ ადამიანები იყვნენ ზერსახელები იყო უმაგრესი მომენტო მორი მძიმე ჯვარი რუსთაველები იყვნენ მეხის ქანდაკება რასახელებია წარმოიდგინე რაღაცე თელაველები იყვნენ რუსთაველები დესპანი ისეთი სახელები იყო ქუთაისელები მაშინ მაგ პერიოდში ქუთაისში ვინ უკრავდა მძიმე ასეთ რაღაცა რობი და ვიღაცები best history რობამდე უფრო ადრე რა ბაჩი იყო გიტიაშვილი ნუ მოკლედ ერმუხა ნუ მთელი ამბავი და აი ეგ ტენდენცია მოძრაობა იყო რაღაცნაირი რომ იქ მე პანკი შეერია იქ ცოტა როკერული შეერია იქ ვიღაცა შლაქსები შეერია ვიღაცა ძელეთები და ცოტა ესეთი ტიპები იყვნენ განსხვავებულები არ იყვნენ რა ესეთი მასტები რომელიც 24 საათი შეიძლება დღესაც ტროტუარზე შავში ჩაკუზულები ზიან ხო რაღაცას უკრავდნენ თავისებურად რაღაცას ერთობოდნენ სვავდნენ რაღაცა დრო მიყავდა იმაში რომ არ მინდა რა ომი რა მინდა მუსიკა ხო ხტები რა შენ დაიჭირე თუ გინდა ავტომატი მე დავიჭირე გიტარას რაღაც ყველა თავის საქმე უნდა აკეთოს და აი ამ რაღაც მოძრაობაში მე ვიჩიტებოდი იმიტომ რომ სიამოვნე და მევასებოდა რომ შემოქმედება ხელოვნება რა კი იმ ფანდულს იმ დოს იმ გარმონს იმ სალამურს იმ ხტები შალახოს თავისი ადგილი აქვს მაგრამ რაღაცა განვითარება აუცილებელია და ვიჩიტებოდი ეგ სიტუაციაში და მithumetes
მეც ეხლა ქუჩაში მოზრაობდი და რაღაც ზედმეს ვერავინ ვერ მეუბნება და მეც ვედექი ამ ხალხ გვერდში რომ მე რა იმას გზელი თმები აქვს ხო მე რა იმას საური აქვს რომ მე რა იმას ტესტი აცვია ისე გამოი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისაც ხო ადამიანია ისაც ხო ფლიშვილია და იმასაც რაღაცა თავისუფლება უნდა გამოხატოს თუნდაც ის აგრესია იმ მუსიკაში რა და კი მივხვდი რომ მაგის უფლება მივხვდი და ქვაისრო და რაღაცა გამოურტო დენი რა ხო რა და აი რაღაცნაირად გვერდში ვედექი და დღესაც უდგევარ გვერდში რა ყველა ეს ადამიანს ვის არ აქვს მნიშვნელობა რა უკრავდეს რომ იმ სცენაზე შენ სადაც იდექი ანუ რეალურად სულ ის იყო რა ქვია რაღაც როკ-ენ-როლ ტიპები იყვნენ შენ იყავი ერთი რეპერი და გეცვა შენც როკერებით მაგ დროს მახსოვს რაღაც მოტკიცილი ჯინსები ცო კაზაჩოკები ეცვა მართლა მახსოვს და გძელით მაგ ცეპები ჯაჭვები კი რატომაც არა ხო რატომაც არა პანამა თავზე ხან ისე ხო ახლა ჩოხით სადაც საჭირო იქ მივდივარ და ჩავიცნო რა და როდესაც ეგეთი ადამიანი მიშტები და ყოველთვის იმ ადამიანის გვერდში ვიდექი რომ მეთქი მიდით რაღაცა გააკეთეთ რაღაცა არაფერს არ გიგზავნავთ თავისუფლებას იმიტომ რომ ისეთი პერიოდი მოხდა ჩემო მეგობრო მაშინ როდესაც ეს კომუნისტური რკინის ფარდა ჩამოინგრა და პოლონეთიდან გამოჩნდა პატარა ზღვარი იმის რომ მუსიკა თავისუფალია რა და არ მინდა მარტო ეს ალა პუგაჩოვა და ტოტო კუტუნიო და სანრემო როდესაც იქ უკრავენ ტიპები ისეთ რაღაცებს რაც აქ აკრძალული ქონდა კომპარტიას ხო მაგრამ იყო მაინც რაღაცეები ესე ხო მაგრამ ძალიან იდუმალად და რო იყო ესეთი რომ გძელთმებზე მე მახსოვს NKVD-ს დროს ტიპებს იჭერდნენ საგეჭ რეჟინას ხო და შემოდნენ და იჭერდნენ და სროგზე რატო გაეძრე განსხვავებული ვაფშე აი მაშინ ხო თავისუფლება საერთო ვიზუალის იყო ყველა რა რაღაცა სტანდარტულად ნანეტი ისა შავებს ჩაცმულები და შენ უცბად გაიჭდა ეგეთი ტიპი რა გზელი იმიტომ რომ სანამ მე რეპს დავიწყებდი მანამდე ჯერ როკს ვაპირებდი რა ასე ვთქვათ მეტალს როკს და იმიტომ რომ უყურებდი და მესმოდა ის ჟღერადობა საიდან პერიოდი ომის ხო და გარშემო ვინმე იყო პროტესტი მაშინ მუსიკალური მიმდინარეობა რომელსაც როკი ერქვა პროტესტი იყო პროტესტი გამოხატულება ომის მიმართ გამოხატულება თავისუფლების მიმართ გამოხატულება ბევრი რაღაცეების რა სტერეოტიპების მიმართ რომ არ არის ეს ადამიანი და მაშინ ბენდენა რო თავზე ქონა წაკრული შეიძლება დღეში 1:30 გარჩევა და ბიჭო ხალი ხა ბენდენა თავზე გიკულია განსაკუთრებით ვარანცოზე აუჩემი ეგობარო ცხელა რა თავზე ვიკეთებ რა გავიკეთე მე გაიკეთე ხვირსახოცია რაღაცა როგორც ადრე რამნიშნულობა აქვს ამაზე ბაბალა 90-იანებში აფხაზეთის ომში ონახეს ტიპებმა ბიჭებს მეომრებს თავზე ბენდენები ქონდა და იმ პონჩი რო ცხელოდა და ბოლო კანონიერ ქუდებს ეკეთა თავზე ბენდენას ასველებდნენ თავზე და ბოლოს უკვე მიხვდნენ რომ აი რა მისმინე და რეპი საიდან მოვიდა შენთან რა მოისმინე ან ვინ გაიცანი მე გეტყვი რა ასაკი არის გარკვეული ჩვენ პერიოდში როდესაც ჩვენ ბავშვობაში წერთ რაღაცა ლექსებს ჟღაპარით რა გინდა თეთრი ლექსი და არ გინდა შავი რაკატა ბიბი დაბოდა გადაბა ვიბი საგენა სინეფანა ტიპი დაბოდა დებე ტკიპი ნო ზიხარ სახში დაწერე საწავიღო ეხა ეს და მარჯანიშვილის სტუდიაში თეატრში იყო სტუდია ეგეთი მუსიკალური მახსოვს გენო მუშაობდა მამედოვი ხმის რეჟისორად და ამ სტუდიაში იწერებოდა ხარისხიანი ჟღერადობის როკ მუსიკა რა და რამოდენჯერ მოხდი ამ სტუდიაში იქ ვცხოვრობ რა და ეს ყველაფერი იწერებოდა ეგრეთ წოდებულ ლენტაზე ბაბინაზე რა და როდესაც დაუკრავდნენ იმიტომ რომ ეხლა თავიდან და 5 და 10 და 200 კანალი გაქვს მიდი დაუკრავ ეგრეთ სად იყო ერთი ერთად უნდა ჩაგეწერა მაშინ დაახლოებით 4 ის იყო რა ქვია რა ლაინი და რასაც ჩაწერდნენ ხოლმე ზედმეტი რაც იყო რა ამ ლენტაზე რა სიტყვაზე ბიტის რა სანამ დაუკრავს ხო დრამერი ხურდება ის რა ამებს ხო ჭრიდნენ მე სამ მონტაჟის დროს და აგდებდნენ ამ ლენტაზე და ანშეს უკვე 3 წუთიანი 4 წუთიანი რაღაცა ამ ლენტებს ვიღებდი და ვინახავდი და ვაბავდი მე და არა ჰიპ-ჰოპის ბიტი საიდან მოდის ხო როკის ბიტებია სულ ხო იასნე ამოღებულია რომ Public Enemy აიღე რომელსაც მოусმინო ერევა მივხვდები რა ვინც უკრავს კენტრექსი უკრავს თუ არა აქვს ნიშნულობა ეს ბიტი და ბიტზე
მაიც და ესე ფირიდან ლუპებს აკეთებდი. ხო, ამას ხო ყრიდა გენა და არ გადაყარო მეთქი რა და მე ლენტი იზო სკოჩით ვაბავდით და მე შეიძლებოდა იმის გადაწერა და გამრავლება. და მიდიოდა 3 წუთი და იმინა OG ტიპი ყოფილხარ, თო ეგეთი რაღაცები. და რომ მივდიოდი მარჯანიშვილის სტუდიაში ვარანცოვიდან გზაში თავში მედო რო და დასაო კუჩაში და ბაზრო ბრებს მოძრაობას უყურებდა кайფო ბევრს სუქსასვია ჯინსი ზოგი ატარებს კებს ფეხებზე მკიდია და უმატებს და რაში დავწერე რა ლეხანოზე რომ მიდიოდი მივედი უცებ ჩავწერე დავადი და ვინც იყო ოპერატორი აუ მაგარია მაგრამ ჩორტიოზე რა არის ვერ გავიგე რას ლაპარაკობ და ლექსები დაწერე რა და შევინახე ეს ჩანაწერი და არ გადავაგდე და მე რაღაცა გაიშთე ვიღაცა მინდა ამერიკაში რეპერები მაგარი რუჟები არიან იქ რაღაც ისვრიან ფული აქვს რაღაცა მეთქი არ ვიცი რას ისვრიან მე ვწერე რაღაცებს და შევინახე რა იქ მე ქუთაისიდან შავი პრინცის გუნდი გაიშთე find it ერქვათ ისინი break dance აყოლებდნენ ამ ხელოვნებას ხვდები რეპთან ერთად ცეკვავდნენ მასტები რაღაც ჩკაპჩკავდი იქ ვაფშე რაღაცა სხვა თემა წამოვიდა ეგენი როდის გაიცანა აი 90-იანების 13-14 წელები არა იმიტომ რომ მაშინ მარტო შავი პრინცი არის მთელი გუნდი იყო რა find it ზებნილები ერქვათ პირველი თაობა ზებნილების ხო და იმათვას რაღაც თავისებური აქედან ასასტავი იყავით. აქ არავინ არ იყო. აი კაბუ გავიცანი უკვე აი ბოლოს რა. კაბუ მერე დაიწყო. იმიტომ რომ კაბუ მე ხდებოდი ალტერნატიული მუსიკის ფესტივალებზე კონტრაბანდა. ხო, ბავშვობაში პანკობდა. კონტრაბანდა რო იყო ბესელასთან ერთად. ნუ ვიცოდი რომ ბესელასთან ძმაკასუდა თუ უკრავდა კონტრაბანდაში უკრავდა კაბუ. რაღაც პატარა მონაკოსის რეპავდა იქ. ვიღაცა ხო თქვა იმას უკრავდა მე არ მახსოვს. სტილში გიბრო რაღაცა რაჭა და ახლა იქ უკრავდა კიდევაც მე მაშინ ისეთი პერიოდი იყო მე რაღაცა ისროდნენ სასმელეს მოკლედ რა პანკური და მაგრამ კაბუს მე თეატრიდან ვიცნობდი რა და მე კაბუმ დაალაგა ეგ თემა გახდა DJ და მუშაობდა რა ერთობოდა და DJ-ობის დროს კითხულობდა სოცხალში და მე უკვე 96-ში დამიჭირეს და მე ციხიდან მესმოდა რომ კაბუ აგზელებს რებს რაღაც მოусმინე იქ კლავში და ვის მოკლავ მე რაღაცა იქ შამოფრის რაღაცები ჩაწერა იქ რაღაც და მან გაცოცხლა. ხო, მაგრამ შენ სანამ დაგიჭერდნენ 96-ში უკვე ტიპი იყავი რა, ნუ მე სანამ მოусმინე კონცერტზე მანამდე ვიცოდი რომ ბედი გამოდიოდი ისე და და თან ის მომენტი იყო რომ აუ დაიჭირეს და რამე ანუ ხალ გაბაზდა რა. რაღაც ის მიეცა ხო სტიმული არის ნაღდი რეპერი უნდა ციხეში. ნაღდი რეპერი გაიჭირეს რა. რაღაცა. და მაგაზე გიბაზრია ვაფშე რაზე დაგიჭირეს და რამე. ხო, კი რა, როგორ მიბაზრია, მაგრამ რა ვიცი, ვიღაც ვიტყვი რა და. კი რა, ვის აინტერესოა. სასროლია ავტომატ და ტანკი მიპოვეს და ტერორიზმის მუხლი მქონდა, სამშობლოს ღალატის მუხლი მქონდა, აფხაზეთში გულრიფის ხიდი ააფეთქა ტერორისტი. მოკლედ, მაშინ ეს დრო იყო რომ შეიძლება დაიჭირეთ კოგოს კვლელობაზე და შექმნიდან ახლა ყველაფერს ერთიერაში. იქ ვიღაცა ტრუბა დაკარგა, იქ ვიღაცა მანქანა დაუწევს, იქ აფხაზეთის ომი დაიწყო ამის ბრალი. გაგაფორმებდნენ. ერთიანად და პარეკა მიდიოდა. და რეალურად კოგო მოკალე. რეალურად არაფერი ავტომატი დამიტოვეს. მეთქი ავტომატი კაია მიყვარს რა. აბა გიტარა ზვირი იყო და ავტომატი უფრო იაფი. და დიდ როგზე იყო ლაპარაკი? 13 წელი. შენ გინაცვალე. და აქედან მოხია 13 წელი მოსამართლემ 8 წელი დამიტოვა და 5 მომწია. ხო? და პირობითი. მოსამართლე მომცა 8 წელი. ხო? ხსოდრია. და 5 წელი როჯერ მესელი წელი მომაწერე რომ 3 წელი მე რო გავა აღარ მომიქცევით სულდად პირობითი 3 წელი მქონდა და 3 წელი წრეარად ვიყავი. ეგ ძალიან კაი ტრეკია ეს. აუ მაგარი. მაგარი. ეგ არის შევარდნაძის დროინდელი პოლიციელებზე მიმართება და არა დღევანდელებზე. დღევანდელები დღეს უფრო კარგად ეწყობათ, მაგრად უხდება. იქ მაშინ 90-იანების მოსამართლეებს მიუძღვენი და ეგ ხო რაღაც ცირკულირებს ხოლმე ეს მძღრენი და ეხლა ჩვენ გაგვიმარჯვეს. რავი მე, რა მაგარია იმ დროიდან რო ხარ დინოზავრი. ხო რა არის რა დათქვამი არის რა საჭირო დრო საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდეო რა მაგრამ ბედის უნდა ქონდეს და იღბალის ყველაფერთან მაგრამ მე რომ მკითხო ეს ყველაფერი ჰაერია იცი რომ შენ მსმენელი და შენი გულშემატკივარი უფრო გაცოცხლებს და გაძლიერებს და გახანგრძლივებს და გაძლიერს იმ სტიმულს რომ მიდი ბედო მიდი ჩიგარი ხარ მიდი არ დაბერდე მიდი და აი ყველაზე მაგარი ეგაა რომ შენი მსმენელი არის ხარ შენ რა ვის უყვარხარ როგორს უყვარხარ რატო უყვარხარ თორე
მე არაფერი მე ჩვეულებრივ უბრალო ბრალიანი ვარ, როგორც ჩვენ ყველა ჩვენთაგანი, მაგრამ ამ დროს, როდესაც შენ ხავს ის არმია გულში მატკივრების, შენ არ გაქვს იმის უფლება მათ გაუწრილო გული, რომ შენ დაანება ამ ყველაფერს თავი და წახვიდე ტყეში და დაждე მარტო იცხოვრო იქ, რაც ორი მოიყვანო რაღაცა იგი. ხოლო შენ ხო ყავს ესეთ ერთგული სასტავი, ვინც გისმის, ხო? კი, აი ეს გაძლიერებს, რაღაცა თავისებური ძალაა რა. ხო, ხტები, არ უნდა შეეშვა იმ საქმესაც აკეთებ რა. საერთოდ ეგრეა. არა, რომ შეეშვა რა უნაქნა, ანუ ეგ ვიცით მარტო. ჩვეულებრივად ეს რამე შემიძლია ერთ-ერთი სიმღერა არის, რომელიც დარჩა, ქალაქელები უსვენენ დრებს. რომელიც 20 წელს ჩავწერე, ამ სიმღერით შემიძლია მე მთელი ცხოვრება პენსიაზე დავიდე, თვეში ერთხელ გამოვიდე სცენაზე, გადამიხადო, რომ მე მეყოს რა. რამდენი ჰიტია ისე? აი ეს ხა ის ამაზე რაც ჩემთვის მოსამართლე არის და კი, ეგ მოსამართლე ტოპ არის რა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ რა არის ეგ კომპოზიცია არ არის საზოგადოებისთვის მისაღები, იმიტომ რომ ცენზურა არა, იცი რა, ვერ იტყოდი ესე რა, შენ ხო ძირითადად მაინც მაგ ტიპის მუსიკას უფრო ახალგაზრდები უსმენენ, ვისთვისაც ეგ შეზღუდვა და ის არ არსებობს, რომ რაღაცა იქ ლექსიკონი იყოს ისე ნახმარი და თან ეხა დღეს მინდა კიდე აღვნიშნო, რომ დღევანდელ დღეს მაგრამ მოუხდა, იმიტომ რომ ერთი წლის თავია, სადაც ის ჩემი მეგობრები უკანონოდ დაპატიმრებულები ხაი ამ ამბებში დღეს გახდა თუ გუშინ გახდა ერთი წელი ზუსტად და მინდა აქედან მოვიკითხო ყველანი და ამიტომ ძალიან დროული იყო ეგ თავის დროზე რაც ჩაწერე და დღევანდელობაში ძალიან ფუნქციური თუ ისეთი სიმღერა არის რა მუშათქო რა დღეს რო დამეჭირო ალბათ მაგაზი უორეში შევძერ კი მაგრამ ეგ მაგრამ რა არის ერთი ორი კიდე დამეჭირეს და ბოლოს გავუხესა გადი გეყოფა შენ რა არის ყველა სიმართლის მოყვარული ადამიანი ქართველი ციხეში იჯდა ზის არ უნდა იჯდეს რა ხო რა ჩემი არის ეგრე და მე კიდე ბოლო ციხი არა ციხი აშენებულია იმისთვის რომ რაღაცა დაისვენო წაიკითხო რაღაცა პრობლემებს მოეშვა რაღაცა საფიქრალი ნაკლები ქონდა და რაღაცები ისწავლო იქიდან რომ გამოხვიდე რა ყოველს გონი აუ ციხეში რა მე და ვაფშე ხალხი ციხეშია ძმა ხალხი ციხეშია ძველი სიტყვა ხალხი ციხეშია ხო ეს რომ არავის არ შეგეშინდეთ რა ციხეში როგორ ხარ ახალ ამ ტრეპზე ეხლა სიმართლე გითხრა მესმის და არ მესმის თქო ვერ გაიგებ მაგრამ რესპექტი და პატივისცემა იმ პონჩი რო აკეთებენ რა მაგრამ დასახვეწია ყველა ხო მაგრამ შენიგან ანუ თქვენი განვითარებაა რაც დაიწყეთ იმის ეტაპია ეხლა ეს რაც არის რა ეს ჰიპ-ჰოპი წამოვიდა ეხლა ტრეპის ხო რა ახლა გოგწონს არ მოგწონს მაინც შენი შვილი-შვილია რა გაკეთებული ტრეპები ბევრი და მაგ და აკვირდები რომ გამაკეთე ტრეპის ბიტები და რაღაც აი მაინც უფრო ძველი მოთხოვნილებადი უფრო ძველი უნდათ ბედინასი რა ძალიან კარგად მომწონს პატივისცემ სამუშაო ბევრი აქვს და უბრალოდ რა არის მაინც old school-ია რა არა ხო თავისი ადგილი აქვს იმას მე უბრალოდ ძველ მაგ პერიოდში თქვენ რომ ღეროთ მაინც და მაინც ჰიპ-ჰოპთან ესე დიდად არ მეგობრობდი და ეხა ის მიუხედავად იმისა რომ მევასები ანუ უტანგები და ვიღაც თქვათ იქ თავისი ხო ყველა ვიღაცან ეხანდელი უფრო მერე დავაფასე მაგრამ რაღაცა ძველი თაობის ტიპებისთვის ის არის უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის ძველი ბაზა ძველი სკოლის და ეხა ეს ტრეპმა ისე წაიღო რომ რავი დღეს მე ჩაოლებრად უსმენ ისე მოურიდებლად უსმენ ჰა მე მაინც old school-ი მევასება თქო რა არა მე იმინა ისე გადმოვეწყე რომ ბევრი ტრეპ იცი იმდენი ხელმხელა შეხება მაქვს მუსიკასთან რეგიონული პროდაქშენის რომ ისე ძალიან მოგიხდა ეს ყველაფერი იცი ფერები და დღესთან პირველად ჩაიცვი მე მგონი ფერადი და ღია და რაღაცა დაალაგდი აი გარემოში რომ საერთოდ არ მრჩება დრო რომ ახალ მუსიკას მოусმინო რა წარმოგიდგენ მთელი დღე რომ მუსიკას აკეთებ ჩართული ხარ მიქსინგი რაღაცა კავრჩი მე არ მრჩება დრო რომ დრო კი არ თავიც აღარ მაქვს რა აი სახში უკვე რომ მოვდივარ უსმენ პოდკასტებს რა არ მაქვს იმის თავი რომ კიდე მუსიკას მოусმინო გზაში ხვდები გადაღლილი გაქვს ხული ხო მაგრამ პოდკასტი უფრო გასვენებს ვიდრე მუსიკა მამე კი ის თავის ჩართულია ხო მაგრამ იმას მაინც კონცენტრაცია ჭირდება ვიღაცა ბაზრობს არა კონცენტრაცია საჭესთან რო ზივარ ვაფშე მკიდია რა რამე საინტერესო თუ მოხდა ყურში ვაქცევ ყურადღებას და ისე ფონად არის რა ისე მე ძალიან მევასება კიდე ერთი პერიოდი ადრე ხდება ძალიან ცოტა მუსიკისგან იმ პერიოდში ძალიან დისტანცირდი ეგრე გამოვიდა რომ მანქანაში ისმინებოდა ჩემთვის რა ეს ძალიან აქტიურად იმიტომ რომ ბევრი დრო გაქონდა და შევცვალე აუდიო წიგნებით ადრე გეონები 15 წლის წინ და მაგანაც მაგრა წაიღო ანუ აუდიო წიგნების მოსმენით სადღაც ჩემი რაც მაქვს მარაგი მისი სადღაც ალბათ 1/3 აუდიო წიგნებით მოხდა
შენ ხვდები რამდენი საათს ატარებ დღეში მანქანაში? ხო და მე უსმენ ამ პოდკასტს ან წიგს უსმენ. დღეში 1 პონტია, ხო? ხო და მაგას ვაკეთებ. მანქანაში აი ხა ამ ყველაფერს ჰარმონიულად უსმენთ ხოლმე თქვენ საცობში. ხო და ეგ არის ამას იხარას ვიძახე აუდიოს. აი გაგრას ეგ შველის. ხვდები რაღაცა ეგ რო არ მქონდეს. საცობში. ალბათ ჩავერთვებოდი მე საცობის დინამიკაში და ეგ აი ნევროს და იმას ესე ხო იცი რაღაც даже მუსიკაც უერ გწყვეტს იმ რეალობისგან რა საცობის. ვერა პირიქით ამ ხოჩი მაინც სიუჟეტში შედიხარ რა სადღაც. უსმენთ და მithumeti იმ საგიჟეს გაკეთე. ხო და პირიქით ხდება. მე პირიქით, მე მანქანაში სლიპნოს უსმენ მეტალიკას. ო პანტერას რაღაცა. აუ ბედი სანამ დამავიწყდა რა მინდოდა მეკითხა. ეხა შენ რადგან ჩემი 30 წლის წინანდელი ბენდის სახე 40 წლის წინანდელი ბენდის სახელი გახსოვდა, ესე იგი გემახსოვრება ვინ გამოდიოდა იმ კონცერტებზე. მაგ პერიოდში აი ერთი იყო ცავა გიორგი, ცავა მახსოვს. ცავა მიკა მახსოვს ხო? მიკა გამოდია. ისა შენი მეზობელი ერთი უბანი. ცავა გიორგი, გიორგი ცავა. ეგ გავიცანი და მეუნებოდა ხმოგერ არ მახსოვს. ხო და ცავა გავიცანი. თქვენ ერთ პერიოდში გაგიცანი. ხო? ცავა თქვენთან ცხოვრობდა ადრე? სადღაც პლეხანოველი იყო, ზუსტად არ უბნის მახსოვს. ზემოთ. ხო. ჩეიძე. თქვენთან შორის მაგარ მითხრა რომ ეხაო რეპს კი ვაკეთებო, მაგრამ ჩემი საყვარელი ბენდი არისო დეპეშ მოუდიო და მე ვაფშე მოსმენილიც არ მქონდა, ვაფშე აზზე არ ვიყავი რა იყო დეპეშ მოდი. ტიპი ანუ დეპეშ მოდს უსმენდა. ხო. კაი, გაგად მე რა ვინ იყო? ხუჯაძე, ცავა, მიკა, მე. ხუჯაძე ცალკე იყო თუ უკვე სახე იყო? ხუჯაძე აი მარტო სანამ ხუჯაძე სახელმდე ჯერ იქ იყო კაცო რა ქვია. ფლეში. როგორ დაგო მაგარი ტიპები. დავითა ფლეში. ო, მახსოვს. ძალიან კაი ბენდი. ფლეშამდე მარტო იყო. კაი ჯგუფი იყო ძალიან არა თავი. კიდე გოგოები იყო. ნუ არ მახსოვს ახლა ეს. ანუ პირველი იყო მაგ პირველი ბიტი ხიტი ქონდა რატომ წახვიდე შენ დღეს ბათუმში. აი ეგ მაგათია. აუ ჩემი. რატომ წახვიდე რაღაც აი ხო და სახე მე უკვე რაღაცნაირად ისიც პოპი იყო, მაგრამ ეს უკვე გაპაპსავებული ვერსია იყო და ფლეში იყო, აი მარტო რა იგივე პოპი იყო ფლეში. თითქოს პოპი იყო, მაგრამ ისი ადრე გაეჯრო და არ არსებობდა სხვა რო უსმენდი. R&B soul-ის მე და მიყვარს რაღაცა Boyz II Men-ის სპონტიევასებოდა. ო კიდე ვინ იყო იმ გაგახსენე ხო ისეთი ვინც დაგვჭა იყვნენ მეტი წილი რა არის აი ტექნო დენს მოცეკვავე ტიპები იყვნენ რა ხო პროსტატიპები ხო ცეკვავდნენ რა მე რა შუაში ვიყავი ცოტა კარმენის პონჩი ათიკასი გამოვიდა და წავიდა ცეკვა რა ხელებს იქნებდა და რა ხალხი რა ვარ ცეკვავდნენ რა და რაღაცა ისე რომ ვინ გაყვადა ვის შემორჩა ის შემოქმედება რომელ პერიოდში ისინი დიჟოკის კი არა და რა დიჟოკის არა რა ერქვა შუქი ირთვებოდა მედიოდა წუში იყო ერთი კონცერტი მახსოვს ერთი იყო სოლოლაკში მე მგონი ხორავა რაღაცა თეატრი ხორავას თეატრში რუსული თოჯინების თეატრი ჯუზი და რკინიგზელთა სასახლე უბრალოდ ის იყო დიდი რკინიგზელთაში მე არ ვიყავ აი ფილარმონიაში არ გვიშვებდნენ ფილარმონია ოკუპირებული ქონდა იქ რაღაც პარტიას იშვებდნენ კიგო თქვენ ცუდი ხალხი ხართ თქვენ დააქცევთ ქართულ ესტრადას ეგრეც მოხდა დაიხარათ ხო და აი როცა დაიშალეს კომუნისტური რაღაცა სანათესაო საახლობლო მუსიკა მაშინ როგორ იყო ისი თუ რაღაცა ის ახლობელი ნაცსავი არ იყო ფილარმონიაში არ გამოგიყვანეს რომ ეგრე ზად არის ვინ გამოგიშვებდა ფილარმონიაში ის იქ უნდა ქონოდა ის ქონდა ეს ქონოდა ეს იმის ნათესავი იმის ბიზაშვილი იმის რაღაცა მეგობრა ჯერბალას ბიჭია გამოიყვანეთ რაღაც ხო და შენი შემოქმედება წადი პადუაში დაუგარი რაღაც ხო და აი რაღაცა ეს ჩვენს რაღაცა შეუტიეთ აქედან რა იქ ნიკა რაღაც ალტერნატივა ბედინა რეპი ხუჯაძე სოული ცავა ტექნო ტემპო რაღაც ტექნო ტემპო მიკა რაღაცა ის რა ქვია ალიბაბა რაღაცა წავიდა ალიბაბა და რაღაცას გაუგებარი ტიპები გავიშთეთ რა და რაღაცნაირად ბიჭო ძალიან სიგიჟე იყო მაშინ არარსებულში გაჩნდა და ეხლა რო იძახი რო გაგიკვირდა ეგეთ პოპი იყო მაშინ იმდენად არ იყო რომ ის პოპიც გვიყვარდა აი დასაწყისი პოპის რა ალბათ ხო რა ანუ აი ის ჟღერადობა რაც ვინებს უსმენთ მანამდე ბაგდანა მყავდა მოსმენილი და კარმენი და რაღაცეები და არა ხო ეგ იყო რეალობაში გაშტენ უცბად ეგეთი ტიპები ალონა აპინა ო რა არა კაკრას აპინები და ვიღაცები ეგრე არ გვევასებდა არა არ გვევასებდა მაგრამ ეგ იყო მარჩიშნიკის და მარჩიშნიკის მაგრესი ბენდი იყო ის მაშინ არა
და მაგან წამოიღო ეგ და უცბად ჩვენ რეალობაში იგივეს რო აქ აკეთებდნენ, რავი, ყველა ძალიან საყვარელი იქცა. იცი რა არის მაგარი, რომ სულ ცდილობთ რომ დავაკოპიროთ, მაგრამ არ გამოგდის და ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ რა. საბოლოოდ ეგ და გამოდის. ხო რა, იმიტომ რომ არ გამოგდიოდა და სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ტექნიკურად არ ქონდა მაგის საშუალება, ხან ის იყო, ხან ეს იყო, მაგრამ უფრო მაგარ რაღაცას ვაკეთებდით. ისე ალელუია და მიკვირს დღეს რომ ნიკუშა ქართულად ლაპარაკობს რა, სულ ინგლისურად ლაპარაკობს, ინგლისურად და სულ ბრიტანულად წერს და ნიკუშა გაგიმარჯოს რა. ალელუია. ვა, მევასება თქვენი მეზობლობა და მეგობრობა ბავშვობის. ამის ეზონა ნახი აქ. აი ესე მაქვს კადრში. აუ, სადღაც იქნებ მოძებნ რაღაცა ვიდეო არის, რომ ეზო არის. დავდოთ. ეხლა უფრო მაგრა ვაკეთებული. გენაცვა ქვევრები აქ ჩაყრილი და მთელი გამბავია. ბუხარი, ქვევრები, წყარო. შენი სამეფო გაქვს პატარა. იერუსალიმი. თან მოპირკეთებული. დროშები. აა. ფრინველები მყავს, გრიტები რა, კურსორი მოფრინავდა. მე მეგონა რანაირად აკავოს მიდიერო და აბა გალიაში როგორ ჩასო ფრინველი რა. დილით მოვა ვაჭი მოხდა გაფრინდები. ცხოველები ყავს რა. არა. ცხოველები? გარე ცხოველებს მეტი რა დოდის. ზოოპარკი რა. ცხოველთა სამეფო. არ მეყვარს რა საერთოდ ცხოველის ან შინაურის გარეულის რაღაცა ოთახში ყოლა რა. თავისუფლება მიეცი რა. ამიტომ მართალი ხარ. გალიაში ხო ფრინველი ხო ტიპებს თუთი კუშები ყავთ გალიაში და რაღაც და აუ კარგია საყვარელია მაგრამ მე ნახევარი ცხოვრება ციხეში გავატარე და გალიაში ხო და მე ეგ სულ მაწუხებდა რომ კატა რომ ყავდა სახში გამოკეტილი მაგრა მაწუხებდა ეგ კატა იცო ხო და აქ რო გადმოვედით აუშვი და არის უბედნიერესი ისიც და მეც რა იმიტომ რომ მე ვიფიქრე რომ ეს კატას აღარ მოვიყვან თქვენ იმიტომ რომ არასწორია რა გამოკეტვა მაგრამ იცი როგორ უნდა შეხედო ჯერ ვაფშე სინდისკის ნაკლები რო ქონდეს უნდა აიყვანო მეტისი და მეტისის წინაპირობა რა არის რომ ქუჩაში შეიძლება მომკვდარიყო თქვა და ვერ გადარჩენილიყო ან რაღაცა შიმშილა და გასაგებია მაგრამ სახში რომ მოყავს ქუჩის ეგ გამარტყურებ რომ გარეთ რომ უნდა მესმის მაგრამ ის ტიპები ხა ჯერ კატების ხასიათი ეგ რომ სახში თუ ჩამწყვდევ რა სახში თუ შედის არა აქვს მუღამი ანუ აღარ ხო მაგრამ გადის ეს ორივე გადის გულაობენ გადადიან სხვა ეზოებში დიდად და იმით ვამართლებ რომ ქუჩაში დაბრუნდება ნუ თელი დღე არიან გარეთ მაგრამ რა არის აი სიტყვა ზალადობა არავის არ მოგხსოვს და არავის არ გვიყვარს აი რა და არც მინდა ვთქვა რომ აი როდესაც შინაური ცხოველი ყავს სახში ჩაკეტილი არ მინდა ვთქვა რა ხაზ გაუსვო აი რაღაცნაირ ზალადობას მიმაჩნია რა იმიტომ რომ მას თავისუფლება უყვარს მას რაღაცის სხვაგან გასვლა უნდა გამოსო მაგრამ ამ დროს უნდა მიაქციო ყურადღება ხო შეიძლება შენი კატა ჩემი ცუგა გადავიდეს მეზობლის იმაში და რაღაცა გააფუჭოს რაღაცა ყვავილი გააფუჭოს რაღაცი და აი ამ ყველაფერსაც რაღაც თავისებური კონტროლი უნდა ქონდეს. არა, პასუხისმგებლობა შენია, რა თქმა უნდა, თუ არ ქმევრო ჩემი კატა. მე ნახევარი წელი კონტრაქტი მქონდა კლუბებში გამოდიოდი. ჩინეთში. მართლა? აუ, ეგ უნდა მოყვევი შო. და სად ის აი ნიტოშტა ჩინეთში შანხაი და რაღაცა. აი ვიეტნამის და ჩინეთის საზღვარია ოკეანეს პირას, აი ვიეტნამელები ხო სატიპები არიან, კატებს ჭამენ და ზაღლებს რაღაცა. და აქეთ უკვე საზღვარია და ქალაქს ერქვა შიში. შიშიტო. როგორი სახელი? ქალაქში რომ შედიოდი 100 მეტრიანი ლომის ზეგლი იდგა. ესე გიზრო. დიდი ქვებისგან გაკეთებული ლომი იდგა და სიმბოლოა რა, მაგათიო რა. იმის ვიეტნამი იყო. ხო და დავდიოდი ქალაქში ხშირად ბევრჯერ რა, იმიტომ რომ სასტუმრო აღარ შემიძლია სასტუმროში, იმიტომ საღამოს მუშაობდი ორი სიმღერა მქონდა და მე თელი დღე ვიჟექი სასტუმროში და კატები ყავდათ დაბმული ჩაში სატასაოდ. ხეებთან. რა ნუშტები? არ ვიცი. ნუ ვიღაცა შევიდა ალბათ მაღაზიაში დატოვა როგორ ძაღლს ტოვებდა. აუ და ეგ მოყევი, როგორ მოხვდი ჩინეთში ჯერ ეგ კონტრაქტი. 2014 ანუ ბედინა გვინდაო შიში, ხო? 2014 წელია და 2014 წელია და ის პერიოდია, როდესაც საქართველოსთან გოგოები მოდელების და მოცეკვავების სახით ჩინეთის კლუბებში წავიდნენ სამუშაოდ, კლუბებში იღებდნენ მონაწილეობას, ცეკვავდნენ ზოგი ტასაცმელს არეკლამებდა, ზოგი კონტრაქტს ხოდაშორს ეწერათ არანაირი პროსტიტუციის გამო ეგრეო ჯარი მონთელი ამავე ვერ ზღაპარე წადო ქართველი ქალები გოგოები რაღაცა პროსტიტუციის მოხდეს სხვა წესი პატარა პროსტიტუცია და ჩათვალები რომ დეპორტი გაქვს სამუდამო აქაც და იქაც და ნუ მოკლედ და 18 გოგო და ერთი ვიყავი მარტო მე ბიჭი რა სასტუმროში ცხოვრობდით გოგოები კლუბებში ცეკვავდნენ მოსეკვავები იყვნენ
რეკლამებს აკეთებდნენ, იქ ვაფშე სხვა სისტემა, სულ სხვა სისტემა. კლუბში რომ შედიხარ პერსონალიდან დაწყებული, დამთავრებული DJ-ით, ყველას ერთი ფორმა აცვია. აქ რო კლუბში შედიხარ, DJ ჯინსი აცვია, მიმტანს ჩორტი ოზნაირ რა აცვია, დაცვა სხვა რაღაცა აცვია, იქ ვაფშე თეატრია. იქ კლუბი არა, იქ თეატრიზებულია ყველაფერი და რეკლამები რაღაც სასმელები გამოდიოდნენ, იმ სასმელებს არეკლამებდნენ, მთელი ამბავი რა და მარტო ვიყავი ბიჭი მე და წამეყარა DJ-ის სტატუსით, რომ უნდა DJ პონჩი დავეკრა და მოვეწონე ჰაბიტუსით რა, მაღალი რაღაცა თმეები რაღაც ჯორჯიან რაღაც და მაგ თემაში და რო ჩავედი ჩინეთში რა, ბოსებს რო შევხვდი. ბოსემა შევხედეს, გამომხედეს და ჩვენო DJ არ გვინდა, ჩვენ DJ გვინდაო სექსუალური მაღალი გოგოო რა, რაღაც ისეთ პონჩიო და აბა რა შემოიყურეთ მეთქი რა კონტრაქტი აქ მინდეს გარეპეო აქო რა როგორ ხო გარეპეო რა მითაგმიან გოგოები ქართველები არიან ახლა ჩინური არ ვიცი ინგლისური მე არ ვიცი do you speak English yes I'm a table ხო და მეთქი რა უნდა გავარებო საქართველოში ქართველებს ვერ გავაგებინე რეპი მეთქი და ამათ ჩინელებს რა უნდა გავაგებინე მეთქი ქართულ ენაზე რეპი მაშინო აჰა ბილეთი და წადი უკან საქართველოში რა მეთქი ამ ხელა გზადეთ ყველა ჩამოვედი და მეთქი ოკეი ეგრევე მივეცი პასუხი ერთი კვირა მომეცით სიმღერები რომელიც კლუბში საჭიროა ის ინგლისურად რომელიც მე უნდა ვიმუშაო აქ ჩამომიწერე პლეილისტი და ერთ კვირაში მე თქვენ ჩაგაბარებთ პროგრამას ოღონდ ერთი პირობით სასტუმროში სადაც ცხოვრობ ამის მიყიდეთ სტუდიის აპარატურა no problem მეორე დღეს ამიყურეთ 14 სართულიანი დიდი შენობა მაგას სტუდიის აპარატურის მაღაზია და ყველაფერი მიკროფონი ის საუნდ კარტა რა ჩვენ ვიცით და ყველაფერი და მოვიტარე სასტუმროში დამილაგეს ბოდიში და დივარი კრესლოები აი ესე ავალაგეს შევკარი ადილები გადახურე და დავალაგე და ხუთი სიმღერაა რა 50 cent MC Hammer-ის Kentucky-ის კავერები გააკეთე. ხო, next episode ერთი ქალაქელები უსმენენ რებს ქართული რატო მოეწონათ ეგ სიმღერა არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაცა მოაქვს მაგ ეგ სიმღერა შემიკოთე და ნუ მოკლედ რა ხუთი ტრეკი და DMX-ის Up in Here. ხუთ დღეში ინგლისური ვისწავლე. Google-ში შევედი, ხო წერია ინგლისურად რა. Go share is your birthday. ხო არის. Come in the club. ეს ყველა ხო ხედავ ინგლისურად გადმოვწერე პასტა ფურსელით ქართულზე გოშარი იში birthday family club gotta feel the back და ქართულად ენა ვისწავლე და თან ჩავწერე იქ რა სტუდიურად და ზუსტად ერთ კვირაში მირეკავენ ბოსები მანქანა მოგაკითხავ და რეპეტიციაზეო ერთ-ერთი ზურადღირებული კლუბია და რეპეტიციაზე მივედი რა ქვია მას გასინჯვა რა მეთქი 100 გრამ ჯერდენას დამისხმეთქი და ავედი სცენაზე და ტიპებმა რო წავიკითხე და მოძრაობ აი არ ვიცი რა მოეწონა ჩემში ალბათ თვითონ ჰაბიტუსი რა მოეწონათ ბედინა ხარ ჩინელებს უთხარი ახლა ბედინა ბედინა კი წმინდა გიორგი არისოდენი ვინ იყო რო ველაპარაკეო თქვენ წმინდანი ვინ წმინდა გიორგია ჩვენ წმინდანიო და დამიხატეო ვინ არისო რა და რო დაუხატა დაბლა დრაკონი რომ მივეცი აი მანდ უკვე აი თქვენი კი არა მოკლედ სხვა და ამიყვანეს 6 თვიანი კონტრაქტი გამიფორმეს და ვიღავეს რა ჩვენთვის ყურადღება ხელის გულზე მატარე ძალიან დიდი პატივის ცემები და არ ვიცი რა როგორ ანაირად ვის აღარ ნუ დიდი არაფერი არ ასღაურება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩამოვედი იქიდან და რა ავტომობილის ფული შევაგროვე რაღაცების თანხა ცხოვრებაში ლეპტოპი არ ქონდა ნაკიდე ტელეფონი დავდიოდი ნოკია ლეპტოპი ვიყიდე და რაღაცები დამჭე იქიდან რა და ნახევარი წელი გამოგივიდა ნახევარი წელი კონტრაქტი მქონდა და არ მიშვებდნენ რომ კიდე ერთი ნახევარი წელიწადი დარჩიო გააგრძელებო და არა მეთქი მე თბილისი ჩემი ჟანგიანი თბილისი თუ არ ვნახე არც თქვენი ჰიმალაის მთები მაინტერესებს და არც თქვენი ოკეანე რა ჩემი ჟანგიანი და ჩემი დედა ჩემის თვალებში თუ არ შევიხედე პირდაპირ მეთქი და მე კიდე ჩამოვალე მეთქი და წამოვედი და აღარ დაგუძახიან და ყველაფერთან ერთად რას გიყვები კატის ისტორიას დაბულები ყავდათ კატები ხეზე ხო და დავინტერესდი რა და მე ჩავწერეთ რაღაცები მოვიკლე და კანონი აქვს ეგეთი წესი რა როდესაც ოჯახში ყავს ფისო კატა ხო და მიდიხარ სამსახურში სახში არ უნდა დატოვო მარტო უნდა წაიყვანო სამსახურში ეგეთი კანონია და სამსახურში რომ მიყავს სადაც მუშაობ რა თქვა სამკერვალოა კაფეა და გარეთ ხო და გარეთ ხეზე არა იქაც არ შეიძლება მული საჭმელი უნდა ესე და დგევარ ესე ვადგავარ თავზე ამ კატას რა და
ფისო ქართულად ვეძახი. არანაირი რეაქცია, მეთქი ალბათ ჩინურად სხვანაირად უნდა დაულო. შა. გამოვშტერდი. არ ვიცი, მაგრამ ჩინური არ ვიცი. გამოვშტერდი. და ისეთი სახით იჯდა ესე. მოკლედ, ეგეთი ის რო ხა ჩინელები ზაღლებს და კატებს ჭამენ, ეგ ზღაპარია, გამორიცხული. ყველანაირი შინაური ცხოველი არის, ძალიან ყურადღება. კორეელები არ უბერა, ვენ ზაღლებს? რაღაცა პროვინციელები სადაც არა, მე რაღაც პერიფერიებში არის. ქართველები ჭამს ხვარს, მე რა, მაგრამ თბილისში გინახეთ ხვარს. აგე გვერდზე მეზობელს ყავს ცხვრები. ხო და ერთი პერიოდი ხო გაბაზრდა, რომ ისინი მეც მივირთვე, მაგრამ ახალ შობილების ვინც ნააბორტალი ბავშვების მებს ჭამენო რა, რაღაც ერთი პერიოდი იყო გაბაზრდა და მე ერთი ავტორია, ჩინეთში, ანუ რაღაც ეგეთი ის დაირხა ხმა. ჯანმრთელობის პონჩიო. ავტორი ეგეთი მოიენი ვიღაც ჩინელი რა და მაგან ძალიან თესლი ღვინის ქვეყანა ქვია თუ არ მახსოვს რა ქვია წიგნს, მაგრამ ნუ აი მაგ თემაზეა რაღაც სიგიჟე. ძალიან ჟუტკი წიგნია. ბიჭო ხო სადღაც ვიღაც გამომძებელი ჩადის რაღაც პერიფერიაში ქარხანაში, სადაც ეს გაბაზრდა რო ხდება და ნუ აი სტორი მიდის და იშლება და ნუ აი რაღაცა ხო. საროკინია ეს გიჟესი მწერალია, უგარგესი. არ ვიცი ხა ეგეთ რაღაცეებზე მაგარი კონტროლია, ხა ქალაქები არის ჩინეთში, სადაც ორშულზე მეტი სკოლა არ შეიძლება. ეგ მე მგონი. და ღვინის კულტურა აქვს სიგიჟე. იმ დღეს წავიკითხე, რომ ეგ ხო შემოიტანეს კანონი და დაერხათ დემოგრაფიის პონჩი რა. და ისევ დაუშვეს მრავალშვილიანობა რა. ხო, იმიტომ რომ ეგ პრობლემა შეექმნათ რა, მე აღარ ჩდებოდა ბავშვები რა. ანუ შეზღუდვა ისქნა. ხო. ანუ რაღაც არის როგორც შტატებში, ამერიკაში, ხო, იქ სიკვდილის დასჯა არის ეროვნული შტატში აქ არ არის. აი, მან და მაგასაც ეგულია, რა არის რაღაცა რომელიც ქალაქში არის კანონი ეგეთი მიღებული და მაგრამ საერთოდ სხვა ტიპები არიან ბავშვები. რეები გეუცნაურა, აი რადიკალურად განსხვავებული რა არის კიდე. ჩინეთში ყველაფერი. ნახევარი წელი ჩინეთში ვიყავ და ერთხელ პლანი არ მომიწევია. იცი რატო ყველაფერზე მეცინებოდა ისედაც ბუნებრივად. აი ყველაფერზე არც ქონდა სურვილი რომ მომეწია რაღაც. ხო ბაზარი ხო სადაც ჩადიხარ, ეხა საქართველოში ჩამოდიან ტიპები რაღაც ხინკალი გასიჯორ ხაჭაპური რა. ჩადიხარ რაღაც უცხო ქვეყანაში, ხო ფილისელები ვართ რა, ქართველები ვართ. პროსტა ჩინური პლანი არ გაინტერესებს. აი არ მქონდა სურვილი და არც მithქვია რა, ბოსები მყავდა. ხო და რა იყოს ისეთი უცნაური. ყველაფერზე მეცინება აი ისეთი გამორჩეულად უცნაურობა რა შეხვდა. სასაცილო? ნუ ხო, არა, რავი ხო, რა, გინდათ სასაცილო, გინდათ უცნაური. ჯერ ერთი სულ ვიკარგებოდი. სულ ვიკარგებოდი და მეორე დღეს მივდიოდი სასტუმროში სადღაც ძრის ვეძებდი და მის სამართ თუ რაღაც, იმიტომ რომ მე დღემდე ნოკიით მოძრაობ და არ ვარ რა ვირტუალური იმით რა. გუგლმეპი არ არსებობდა. აი ეს GPS და მივდივარ საგურამოში არ მოვედი აქ რაღაცა შემთხვევით კი ერთს გავდა ფეხი დავდივარ რაღაც ავხედავ მზეს ოპა აღმოსავლეთიდან ამოვიდა და დასავლეთში ჩადის ესე იგი ეს დროა რაღაც ხო ცოტა სტიპინგი იმით ავარ და აი სულ ვიკარგებოდი ეს ერთი მე კიდე მოკლედ ძალიან მაგარა პახმელიაზე ვარ ჩინეთში და სადაც მე ვიმყოფები არის ორი მზე ქალაქში გაგანია ზაფხულის პერიოდი ცხელა მაგრა ძალიან სასწაულია და ორი მზე რას ნიშნავს? და დავითრე ვიშოვე ვიეტნამელების ქუდი რა. ის დიდი ტიპი რა, და გამოვიდა და ამით დავდიოდი რა, მაგრამ მაინც არ ვშველოდა, მაინც მაგრა ცხელა რა და მით უმეტეს რა არის თვითონ ტიპები არიან დაბლები, არ ვიცი რა რატო, ახლა სულად არ ვიზახი არა. ვერც მოიფარები. ხო და ახლა მე 1.80 ვარ, ამ ხელს ხვირი მაქვს და რაღაცა დავდივარ რა, უბრალოდ ბოდიში გენაცვალეთ რაღაც და მზის პონჩი ალბათ რო არ დაწვას. პურს არ ჭამენ. პური იმინა არ არის ესე? არა, ბრინჯი არის პური. ნუ რაღაც სხვა რაღაცების. ტკბილი. მილეული. აი როგორ ჩვენ მარილენ რაღაცა ხუხტები გინდა ბუხანკა თუ ლავაში თუ არა აქვს. არის სუტკბილი რა და ჩათო აი პასკა. ისე უცხოელისთვისაც თონის პური იქნება ძალიან უცნაური, იმიტომ რომ გადაჩვეულზე დიდხანს რო არ ჭამ, მე რომ მოგვიჩო ძალიან მარილიანი არის. თუ აი დიდი ხანი არ გიჭამია. თონის პური ხო? ხო, ხა ეს პური უნდა იყოს ნეიტრალური, ხო? შოთები და სასწორად ვიყურები რა მე-4 მე-5 სასწორად ცხოვრობ და დავინახე დაბლა თეთრებში არიან ჩაცმულები ქუჩა გადაკეტილია დაახლოებით 3000 ჩინელი თეთრები აცვიათ თეთრი რაღაცეები ფრიალებენ რაღაც და მიდიან რა ბახოთან დრაკონი მიყავ წინ რაღაცა გან რაღაც უკრავენ რაღაც ცეცხლანთებულები და მეთქი ალბათ სპორტებია
აკერას ქართული კაცი და ჩინეთში ჩავხო კორტეში არ გიდა გახვი აიჩიტო ხა და ეგრე უცებ რაღაცა გავიზვალე რაღაც თოფ თეთრ სარუშკა ჩავისი რაღაცა ჩავდიო ჩავგვივარ და ავეკიდე ამ ხალხს რა მიდია რა მთელი ქუჩა გადაკეტილია და ეს ხალხი რაღაცას ლაპარაკობენ ჩინურად წინ ვიღაცა მიდის ცოტა ტახზე უზით რაღაც გან რაღაც უკრავენ და ეთი კორტეში ვარ მივყვები ამ ხალხს რა ბოლები დგას ცეცხლები დგას რაღაც ხო და ქართველი გოგოები ვისერეთერთ ვიყავით რა მთელი სასტუმრო იყო ქართველები ჩვენი ის მუშაობდით რა მე ჩემს ოთახი მქონდა გოგოები და სამი თავის სასტუმრო ნომრებში ცხოვრობდნენ და ის გოგოები მოდიან ტროტუარზე რაღაცაზე იყვნენ საყიდელზე მაღაზიაში დიდით რა და დამავლეს ხელი სადმე დიხარო ეცამსამ ჩინელების ქორწილში გავიშთოთ მეთქი და ასტურეს მეთქი ნახოთ ერთი ამერი როგორ ქორწილი აქვს რა ქორწილი შე გიჟი ხო არა ხარო და შეხედე რა ყველა კაი ხასიათზე არა გასვენებაა აუ ხო და კატებით არ იყვნენ? არა, კატები დამულიყო, კონტროლის ქვეშ არიან. ხო და შეულებო ნახევარი წელი დამემთავრდა. კონტრაქტი და ჩამოფრინდი უკან რა. თბილისის აეროპორტში და 4-5 რეისი მოვიარე, მთელი ამბავი იმით ვიფრინე, ავიარეისები და მთელი გზა რაღაც მთელი და ჩამოფრინდა თვითმფრინავის კარები გამოგეს, გადმოვედა პატრული მედგა კარებთან. რა უბედურება სადაო ტერორისტული ქვეყანა ვართ მეთქი თუ რა არის ესკორტით მოგიყვანეს პატრული არა უბრალოდ პატრული იყო აეროპორტის თვითმფრინავი იმასთან რა ქვია კიბეებთან იდგა რა ქვია ხო მივხვდი ტრაფთან რა უნდა მეთქი პატრულის მანქანას ბიჭო დღემდე იძაბები ხო პოლიციას რო ხედავ არა შორის მე მაგ ეგ ვერ მოვიშორე არანაირი მიზეზი არ მაქვს მაგრამ მაინც ხო ცოტა სპონტი მაქვს არა რაღაცაზე ხო მაინც რაღაცა თავს ვიკავებ რომ რაღაცა ისე არა პირიქ რომ გადავა ხოლმე რა ჩვენი ქვეყნის რეალობაში არ არის არასდროს სასიამოვნო ხო რა არც თუ ისე სასიამოვნო რაღაცები მაგ გამოვლილი და ეთყობა ჩაბეჭდილია ნახევარი წელი ჩინაში ვიყავ სუფეხი დავდიოდი ერთი პოლიციის მანქანა მე ჩინეთში არ მენახე ხატები არიან იქ პოლიცია და ერთი პოლიცი და ერთი ქუჩაში თანამშრომელი პოლიციის ფორმაში ჩასმული მე არ მინახი არავინ. გამოშტები პოლიციელები არა ყოთ მეთქი. მაგრამ იქ ხო რაღაც კამერები. და მაგით პოლიციელები ზიან ოთახში და იქიდან ეგრევე ანაბეჭდებით იგებენ ვინ ახარ რა ქვია იმას ჭკვიანი კამერებით რა ის მოშნა ჩაკამერები. გვარი სახელი მამის სახელი სუ მთელი ჩინეთიერი კამერაში. შუქნიშანი აქვს 5 ფერის. რას ნიშნავს 5 ფერის რას? გამოშტები ვარდისფერი იყო ერთი ცალი და ერთი ცალი საფილოსოფი. რას გეუნება ვარდისფერი? ის ეთქობა რაღაცა მანდილოსანი რომელიც ბაიგზეზის იმისთვისა და სტაფილოსფერი რომელიც კატა. ალბათ კატა დადის იმის რა ქვია რა. რა ვიცი რითია. სკეიდით. როლით ხო რა იმიტომ რომ და ძალიან ბევრი არიან რა აი ესეთი გაუგებარი მოძრაობაა და ტიპები არიან სახში უყენიათ ბენტლი, ხო ხდებიო, მაიბახი, რაღაც უკანასკნელი მოდელის ავტომობილები, სამსახურები, მაგრამ სამსახურში დადიან მაინც პატარა იმით რა, როლერებით რა. არ გამოიყვანს რა ის ბენტლის რა, ქართული ქალი თუ კაცი თუ გინდა ქალი სახში ბენტლი ყავს, ისე ხა საბურთალოდან პლეხანოვზე იმით წავა რა ქვია? იმან რომ გამოიყვანოს და გაგისავსო ტროლეიბუსი მანქანა. ისინი მაგ თემაში კომპლექსოები არიან რა. დადიან მაგით დაიხურებენ ჭკაპს. აი ჩინეთი იქით იყოს და თბილისში დაუბრუნდეთ მე მგონი ჯობია ჩინელი კატების და შეცით. ქუჩაში რო თბილისში კატა დადის, ხო ის დაცრისფერი ქუჩის კატა რა. ანუ ცნობილი კატა რა მე? რაღაცა დაზოლილი. ქუჩაში დადია $300 ჩინეთში. აი იქ. დიახ. ალბათ გემრიელი. პროდუქტის პონჩი ალბათ. იქ ვერ ნახა ქუჩაში რა კატას და კატების ბიზნესი გავაკეთე, აქედან წავიყვანოს. კატების ბიჭო და უცნაურობა ჭამა იყო რა მე ისეთი ხ ჩვენ როგორია რომ ბავშვები ჭამენ რეალურად რა სჭამენ. არა ნუ კაი ატრიები რაღაცები არის, მაგრამ აი ესეთი რა. მაგაცი ვერ იყოს გურული იყოს მაგაცი რა, გურიაში ხო სამდენი ბაყაყებია. ბიჭო, მედილა, მაგარი რაღაცა ბიზნესი მოვარტყათო მეუნეო. მეთქი რა ბიზნესი უნდა მოვარტყო, ამაღამ რეპეტიცია მაგ. რა უნდა ჩინეთში ბაყაყები ყავს მე ო გურიაში ბაყაყები რო ყავს და გაზიდეთ არა გავზიდეთ არ ქონდა ეხა ბაყაყები ანუ მაგათი მაქსიმუმი უცნაურობის ბაყაყია და ბავშვი ბაყაყი არის როგორ დელიკატ აი როგორ ჩვენთვის ქათამი ხო ჩახოხბილი ქათმი გაკეთება შემწორი ქათამი მოხარშული ქათამი იქ ბაყაყისგან აკეთებენ უამრავ ჭამე ბაყაყი აი ის როგორც ბაყაყი გამოიყურება ეგეთი არა მაგრამ რაღაც ეთყობა ის ქონდა რა სალათი და ბაყაყის ფარში.
არ მიჭამი არც ბაყაყი არც გვილი, მაგრამ ვასე სხვანაირი კერძებია. ბაყაყის ხინკალი, მაგრამ სულ დალაგებულია რა. ხინკალი. ოღონდ კუჭის მაგრად ფეხი უნდა კონდეს გამოყოფილი. ტიპები რაღაც იგი ცომში გაკეთე. რატო არ უხდება ბაყაყს წვანელი? ბიჭო მე მაგრამ მევასება ის ბაყი გაქვს ნაჭამე. რა ბაყაყი? მე ჩემით მაქვს გაკეთებული პახუთში რომ აუ გამანებე თავი ცეცხლის რა ბაყაყი. ზოგადად ესე იგვესპის თორე კანი იფს ხრება და თეთრი აი როგორც კი წაუქათმებს ხო აი მართლა თეთრი ხორცია ის რაღაცეთ ისერება მე ვიცი ჰალუცინოგენი ბაყაყი. რო ალოკავ და რო გადიხარ. ო ეგ ბაყაყი არა ეგ მესკალი. მე გეუბნები ქართულა. მესკალი თუ ეგ. ქართულა ბაყაყები ახალციხის პახუთში ვიყავით ბავშვობაში და პირველად აღმოაჩინე ცეცხლს რო ანთები გვერდზე მდინარე იყო და ამოეყარნენ შეჩემა ტონა ძალიან ბევრი ამოყლებდი რაღაც შუქზე მოვიდნენ და დააუარე რამოდენიმე დიდები ავარჩიე და ცოტა კრიზისი ქონა საჭმის მონჩუგა მე-7 დღე იყო პახუთში და შევჭამე ის შევწვით და ხოშიანი ხოში ფეხებზე ჭრი და აი ვერ დავიჯერებ რომ ისე ქშიოდათ რომ ბაყაყი ჭამდა. არა მაგრამ მაინტერესებდა და გავსინჯე და წაიღო და მე დედა მოწყდა ბაყაყებს თორე ქონდა მაკარონები და რაღაც ბოზი საჭმელი წაღებული. სად გადაუხვიეთ. დაუბრუნე მუსიკას. აუ. ბიჭო რა მაინტერესებს? ბაყაყი. კი მაგრამ ნახევარი ბრიტანელი მოვლილი გაქვს. იქ არ გაგისინჯი. არ მიჭამას აუ რა ფრანგებს ბაყაყი. ევასება ხო არა ფრანგებს ხო რა. ევასება და საფრანგეთში ლოკოკინა მაქვს საფრანგეთში ნაჭამი ბაყაყი არ მიჭამი. ლოკოკინა. ბიჭო ბავშვობაში მაინტერესებდა რეები მაქვს გასინჯული აი რო ვიცოდი რომ სხვაგან ჭამენ და ჩვენთან ხო არ არის კულტურა ეხლა რაღაც ჭიების და ყლევების ჭამის შეჩემოთ აი პარკის ჭია მაქვს გამოშიგნული და ტყავი მაქვს შემწვარი და გასინჯული შეჩემ პარკის ჭია აი ეს ბამბის ჭიები რო ბამბას რაც იძლევა თეთრში რო არის აბრეშუმის ჭია მაგის ტყავიც მაქვს შემწვარი გასინჯული ჩემით რა შიგ მქონდა რა მაინტერესებს უმი მიირთვი თუ რა არა შევწვი ჩეულებრო ანუ შეწვა წარმოგიდგენთ ცეცხლი დაანთო პატარა აი ეგჭი არის იმინე ტეტე ხაში ტეტე შვება ეგეთ რაღაცაა წეგალ ეს მეკითხება ტეტეო ცოცხალია ვაფშე თუ შენ პირიქით შეგითხარი სადღაც შემეფეთა სადღაც ბედი მისანი და უთო რომელი ხარ მე ტეტე ვარ და აუ ცოცხალი გავარდა და მე აუხსენი კოტე მიყვებოდა ხოლმე რა ტეტე რატო ქვია კი რა შეჭება არ ვიცი მე და ტეტე კლასელები ვიყავით ჩვენი სკოლა ერთის კლასია ჩვენი ტვინის წყნელა მოგითხრა და რო შეერჩა კარგა ო ტეტენოის ტეტე ქონდა სიმღერა აპოლოს ხო ალბომში მე მგონი რა დუეტი ქონდა პაპოდეს ნუ გააკეთე ეგ პერიოდი გააძრე ხა აპოლოსი როგორ დაიწყო აპოლო შევიყვანეს შოუ ბიზნესში დავა საერთოდ ალტერნატიული მუსიკის შემქმნელები ყოველთვის წინააღმდეგები იყვნენ შოუ ბიზნესის და ჩვენ ფული არ გვინდა ჩვენ ოღონდ ის დაუკრათ რა ჩვენ გვინდა რა და ამ დროს და კოტე კალანდაძე ესალმები საბურთალო და ისე მოხდა რომ რაღაცა თავისთან დამპატიჟე ოჯახში და ნახე ადამიანი რომელიც აკეთებს სემპლინგს უკრავს ცოცხალს მით უმეტეს მისი წინაპრები მუსიკასთან ძალიან ახლოს არიან ცოცხალ მუსიკასთან და რაღაცა ნიჭი რაღაცა მაგარი ნიჭი აქვს მაგრამ რაღაც თავის ეკუთვით ჩაკეტილი თავის ამბავში რა რაღაცა იქ არის რაღაც და ხო და ბედო რაღაცა რეპი გავაკეთებთო რა თუპაკ რაღაც განგსტერ და რო უყურებ ახლა ტიპი არის გამხდარი მაღალი გზელით მემით იმენ რაღაც როკ-ენ-როლს როკ მუსიკა ჰარდკორს უკრავს სად რეპი და გავაკეთოთ მეთქი არა რაზე გავაკეთოთ მეთქი ქალებზე რა ქალებზე მოიცა რაღაცა ნება SSSR და წვიმს და რაღაცი ბაღას მიწის ქვეშ underground რაღაც ფიქრები სხვასთან და რაღაც სიკვდილი ცასთან და ეგეთ იდეებშია რა კითხულობს იმას რა ქვია ნიჩეს კი არა და სენეკას და ქალებზე მეთქი რა ხას რა უნდა დღეს რა ქალები აი გავაკეთოთ ქალები ბოთი შემაში დაჭირდი ის ლაპარაკი როის დავჭირდი გვიყვარს ქალები მისაბღერი გვიყვარს ქალები მაგარი ქალები всё მეტი ეგ არის სიმღერა მუსიკა ეგ აპოლოს ქვეშ არის ეგ ტრეკი ხო აპოლოს ალბომში არის ხო და ტიპი კლასიკა და გაზდელია იმეზე რაღაცა კლასიკურ ძალიან კაია ის ეგ ალბომი და უბრალოდ თემა გავაკეთეთ
ალბათ კი. და რეპერებს რა უკვე რეპერებსა ქართველებს რა ვაფშე ყველას ქალები გვიყვარს ყველას გვიყვარს ქალები და ყველა დავწერო სიმღერა ქალებზე და გვიყვარს ქალები მაგარი ქალები ორჩა ეს არის მე მეუნება ტექსტი ხო მე შეგამეტი რა უნდა მხავს ჩავწერეთ წაიღო სადღაც თავისი სადღაც წაიღო არ ვიცი თავისი ვიღაცას მოასმენინა ეგ ვიღაც იქ მეებს და ყველა მოთხას ადერიშა ხო რა ფრენა და წაიღო სტუდია თბილისში მაშინ სტუდიო თბილისში უშევდა აუდიო კასეტებს რა კასეტების პერიოდი მაშინ არ იყო ინტერნეტი მაგ დეჟაც არის როგორც და დეჟას პროექტში შევიყვანეთ მე და ვინც მოусმინა ალბომი ჩაწერეთო და მოგვიტანეთ აუდიო ალბომი და აუ ნახოთ თუ გაიყიდებაო ჰონორასაც გადაგიხდითო კოტე გაგიჟდა როგორ ჰონორას გადამიხდითო რას ლაპარაკობო და ახლა 14 ტრეკი ჩაწერა დაირქვა სახელი აპოლო ერთი დუეტი ჩემთან ერთი დუეტი დეჟასთან ერთი ტეტესთან ჩვენთან არა შენდებოდესი მე სულთა ნიკა კომერციაში არ არისო ერთი ტრეკი იყო შეიძლება არა გიჟი გარეშე იყო ალბათ გარეშე რაღაცა წებოს ყნოსვაზე ეგ ბონუს ტრეკია წებო ბევრი წებო მე მოვყარებ თუ ანდა გავუინდი კოტე მოკლედ გაარტყა რა გავყევი მეც სტუდიო თბილისი მაშინ ვაგზის მოედანზე დაბლა იყო რომელსაც ბეჭდავდნენ აუდიო კასეტებს მაშინ არ იყო ის დრო ეხლა დღეს სულ ვაფშე შეიცვალა ყველაფერი ყველა სახ სტუდია ეხლა ხო ჩაწერე და უსუპ გუშინ მეტალიკამ რა ჩაწერა და პინკ ფლოიდი რას აპირებს ის უკვე დილით რა ჭამეს და მაშინ სად იყო მაგის ინფორმაცია გაზეთებში არ იწერებოდა და რაღაცა ყდა ნახატები რაღაცა იქ-თაკ ის რაღაცა აუდიო კასეტაა და ჩააბარა ეს ალბომი და ამ ალბომი ვინ ჩაიბარა იმ სტუდიო თბილისმა გადაუხადა ჰონორარი და თუ კიდე მეტი კასეტები გაიყიდებაო აუდიო კასეტებიო შემდეგ კიდევ ვითანამშრომლობთო გას გაუხარდა შოუ ბიზნესში გაიშთა და ნუ მოკლედ რა მაგრამ ამ დროს თვითონაც აღიარებს მე და რეპი აზია კი მაგრამ კაი გამოვიდა ეს როგორ ლაპარაკობს ხოლმე მე და რეპი არ ვიცი რა და ვაჯორი ყოთე გაჯორი უკლება მაგ მეტალიკა და ჩაი ერთადავლით და რაღაცა იმაქსიმაში და გაუსწრო თვითონაც რა რაღაცა გავიდა, მაგრამ მაინც ჩემი არ არისო ესო რა, მე მეუნებოდა ბედო, არ არის ჩემი, მაგრამ რაღაცაში დამჭირდებო თანხაო და რაღაცა გავარტყიო რა და მე მგონი მე უკვე შეაჩერე ეს აპოლოს პროექტი და ხო ეს კი ამბობს ორი ალბომი ჩავწერეო, მაგრამ ერთი გამოვიდა რეალურად, რა მე მეორე არც მაგ მოსმენილი. ხო და მეორე საერთოდ რაღაცა ცოტა ის მე მგონი მეორე ვერ არ გაყიდა თუ ვერ გაიყიდა თუ რაღაც, მაგრამ აი პირველი იმიტომ რომ ისეთი ეპოქა იყო რომ ქართული რეპი აუდიო კასეტებზე იყიდებოდა ბაზრობებზე რა. ტიპები ყიდულობდნენ მანქანაში რთავდნენ, და უსმენდნენ და რაღაც, იმიტომ რომ ისეთი მომაზრებული იყო უკვე ქართულმა ესტრადამ ისე ამუყონა ხელში ყველას აი ეს რა ქვია აფრები და რეები ტრიალი. ხო, ესტრადა იყო და ჯერ ალტერნატიული მუსიკა, როკი ჯერ არ იყო წინა პლანზე წამოსული და მაგიტო ის იყო რა, რეპის ბუმი მოხდა მაგ დროს რა. და გახსოვს ჩვენ რო ქონდა სტუდია კომუნაში, კომუნიკატორის ბაზაზე რა, რუსთავის შენობაში და იქ ძალიან ბევრი რეპი იწერებოდა მან რა. ო? ბედინა მან გავიცანი ყველა არა მარტო ცხოვრები ჯარისკაცები ძვალი გავიცანი მან მეც გრინჩი ვიღაცა გრინჩი გავიცანი მან კუნფუჯა ხო მაშინ იყო რეპერი სანამ კუნფუჯანკი დაიწყებოდა და გრინჩთან მაგრა ძვალი კომუნა ერქვა ხო მაშინ კომუნიკატორი ჩვენ სტუდიას ერქვა კომუნა ინტერ კომუნიკატორის ბაზაზე ვიყავით ჩვენ რა ჩვენი სტუდია გქონდა რა რო აი კომუნიკატორს რამე რო ჭირდებოდა ჩვენთან იწერებოდა აი წეღარ დაიხსენე ბედინაისი მაგ ხდება აი მან თქვა ხო ბედინაისი რას ბედინას თვალებიო არა ყინულის ბედინაო ყინულის ბედი კი ბევრი კი კაი დრო იყო აი რაღაცა ხო რა და აი რეპერებმა ბოდიშტო ვიკადრეთ ეგრო რაღაცა ორი კაპიკი გვეშოვნა რა და აი თქვენ რაღაცა აუმარ იცი რა თან ქართულენოვანი იყო ჩვენ მაინც ისურად ვაწვევოდი ანუ აქაური მუსიკა არ იყიდებოდა პროსტა მაშინ არ ხალხს მოთხოვნა არ იყო ისე ძალიან პატარა რაოდენობა ადამიანი ბუსმენა ჰიპ-ჰოპს კიდე ბევრი წელი დაჭირდა იმისთვის რომ გაყიდულიყო ეს მუსიკა მაგრამ ამ დროს იყიდებოდა შუქი მოვიდა ნიაზ ამიზე მოვიდა ნიაზა სხვა იმიტომ რომ ქართულენოვანი ხო ქართულენოვანი კი ზუსტად ო ნიაზაც მაგ დროს გაიჩიტა დაახლოებით ნიაზა მარგარიტას მერე წამოვიდა მოშნათ მე პირველად კომუნიკატორში ვნახე
ხო, მაგრამ იქ რო გაჟღერდა უკვე ძალიან კეჩი ქონდა მაგის საუნდს და მარგარიტაში არ მახსოვს. ნიაზა უფრო ადრე ყვითელი კასეტები. ოღონდ იმ დღეს არ იყო, სხვა დღე იყო. მე რადიოში მოვისმინე, აი მე ხომ მწვანე ტალღა თუ რაღაც უშვებდა. მე რომ ყურში რო დავიჭირე მაგის ეს, რა ქვია იმას, რეგი რითმი მაგრა გაასწორა რა. აი ვაკის პარკი, ნიაზი, აი ეს ორი ის ტალღა მე ციხეში ვიჯექი მახსოვს. აი ეგ პერიოდი. ნიაზის აუდიო კასეტას ქონდა ბიჭები უსმენდით რა ვერელები იყვნენ იმათ ქონდათ ხოლმე იჩქარენელა ეგ ალბომი ქონდა ჩვენი უსმენდით ვაკის პარკის მეორე ალბომი იყო მესამე კიდე ვისი იყო აღარ მახსოვს და აი მე 90-იანების სადღაც 18-19 წლებში აი ყვითელი კასეტები გახსოვთ ყვითელები რო იყო აი ეგ და აი უფრო იაზი უფრო სხვა თაობა სხვა დროა ის ბენდი რო იყო შუქი მოვიდა ფრანგულენოვანი ტიპი რო იყო ხო და სად აბრუნდა საფრანგეთში წავიდა რა მაინტერესებს სროგინა რო გამოხვედი მარტივად ინტეგრირდი ისე მუსიკაში ვაფშე არავინ არ მეღო არ მიღებდა კარებს მართლა ანუ ის იყავი რაღაც მოძულებული ანუ რომელ წელს გამოხვედი მითხარი რომ 2001-ში 12 იანვარი იყო აუ როგორ გახსოვს და მაგასაც დამოვიწყებს 2001 წელია 12 იანვარი და ტელეკომპანია კავკასიაზე გადის კავკასია ხო გახსოვს პირატების კინოების პირველი არხი იყო თუ სადმე ჰოლივუდში პრემიერა არ იყო ფილმის კავკასიაზე გადიოდა უკვე და გადის გლადიატორი და ტელევიზორ 2000 კაცი ტელეპატიონებს ზიოდა გლადიატორს საღამოს არ გაცადეს არ ელოდი არა ველოდებოდი რომ მოვიდო იანვრის ბოლოს შენ უდო შეგი ხო ხო პირობით უდო ნახევარი ესე იგი 5 წელი ვიყავი 3 წელი ქონდა დარჩენილი და გავიდოდი წელიწად ნახევარი გარეთ ჩვენას მოქცეულ ვიყავი ხო პირობითი გამო ხო მაგრამ ველოდებოდი იანვრის ბოლოს რა და 12 იანვარია და უყურებთ გლადიატორს რა მომენტია იცი აი უკვე კოლიზიუმში უკვე ვებხვების ვებხსრე ებრძოლება და ვებხვები რამოდიან ქვემონდა და ძალიან დაძაბული მომენტია და ყველა ესე ვარ და უცებ ბედინაშვილი გამოცხადი ადმინისტრაციულ დინამიკა ხო აშენ ეგრე აუდიტ მიკროფონი ეხაც ეგრეა ბიჭო ეხაც ეგრეა მაგრამ გააჩნია რა ზონას ხა პატარა ზონას შეიძლება იქვე დაგიძახონ ოთახში თუ ხარ რუსთავის პირველ კოლონიაზე ვიზახი რა მაშინ აზრეთ ყო ახტონ და ეხა და არც არავინ არ უსმენს იო თელი ზონა თელი წარმოიდგინე გლადიატორი რიდლი სკოტი და ჰანს ზიმერი და ფერადი ტელევიზორი და უყურეთ აზრებული არც უსმენთ იქ და მოკლედ სამჯერ გამოასხადა იმიღაცამ რა არ ვიცი და ბოლოს როგორც იქნა იმეც ძველი ბიჭები მოვიდნენ იმიტომ რომ თუ რაღაცა იყო მე ძველი ბიჭებს დედაგადიოდა რა ბოლა ზონას მიხედე თუ რა და ჯასტიკას ბეძახდნენ რა ჯას უბრალოს რა და ჯას იგი გეზახიან ადმინისტრაციულ კორპუსშიო და წამოგაზმოყვები თუ რა რამ შვიდობა სხვაგან ეტაპით ხარ გაგზავნიანო სამეო და ას ბეძახიან მეთქი მოდი ბაბუ ნახე რა მაგარი კინოა მოისა და ანუ მოკლედ რა გადავედი არც ვიცი რა ხდება ჩუსტებით ესე და ხელი მოწერო საბუძეო რა შენ რომ დაწერილი გაქვს პირობითის თემაო და განთავისუფლებაზეო და მოვაწერე ხელი და ბრუნდები უგან მოვდივი არო კინო ზავამცარო უყურო კიდე მაინტერესდა სად მიდიხარო და მე კინოს უყურებ შეიძლება მერქი და რა კინოს უყურებ თავისუფლად აუ და გახსოვს განცდა შეგრძნება არ გაბუჟდი უცბად ხოთშურს რა ისი აი რაღაც ვიეჩი იქაურობას ისე რომ ესე მეგონა იქ დავხშე ვარ გამოვიდი რომ 5 წელს როცა ამთავრებდა მე მე-6 მე-7 მე-8 მე-9 რაღაცნაირად სისტემის ადამიანი ხდება და იქ თავისუფალი ხარ რა ხდება ეხა იმიტომ კითხე რომ არ გაცადეს თქო ყინოს ყურებ ცოტა ის პონტი ხო იყო რომ მაიცა მორჩეს და მე გავა არა მე საუბარში მე მითხეს რომ მაშინო დარჩიო და ხვალე დილით იმიტომ რომ დღეში ორჯერ ვთვლიდნენ რა დავა ერთი ხوارაკლია ვინმე და ხო და იმიტომ რომ დათვა დამთავრებული იყო და ბარიღა მე ხა დაახვეო და საბუთებს შესულ გავაფურო და ამ ყველაფერს დაერქვა რაღაც აესეო რა ვარ ქაოსი ჩაირთო ხო აუ მეთქი ბოლოს გლადიატორის დედას აბაჩი რა რიდლისკოს მოკითხა ბაზარია და ჰანს ზიმერს მაგრამ და შევედი რა და ბიჭები ხო ზიან უყურდა რა ჯასტო რა ხდება და თავისუფალი ხარ რა და აუ და გილოცავ და რაღაც და საღამოს საათებია კაკრას ისეთი პერიოდია რომ აიქო მოძრაობა მთავრდება არ არის დაღამებული და უცებ რაც ქონდა ყველაფერი დავალაგე ესე ბიჭებო ეს თქვენ რაღაცა დასასმელი რა რომელიც
ეგრეთ წოდებულ სვიდანიაზე ვიცნობდი ხოლმე ისინი რაღაც პარში ყოველთვის მედო ხოლმე რა პაემაზე ისინი ჩავისი 18 კი მერავე რა დავტოვდა და წავმოვედი გამოვედი და ერთი კარიბჭე მეორე კარიბჭე მესამე კარიბჭე ბოლოს გაიხსნა დიდი ვახტა ხშუნ აბაჰე და გავიდა დაიკეტა და რას იგიჟია რა აი სამყარო გაიში მოასწარი ვინმესთან დარეკვა რომ დაგხვდნენ არა დარეკო ტელეფონი სადმოში ანუ გამოხვედი შენი ტრანსპორტით წამოხვედი არა ნუ გამოვედი ძველი ბიჭები მოვიდნენ ჩვენ ენაზე რა და ბედო ეს გზავრობის ფული მეკუთვნა კაცო აბარა პატიმარი ციხი და გამოსეგეს არის გზავრობის ფული გზაში თუ მოგშიდა და იმასწავლეს რომ რუსთავიდან ზონიდან ჩახვალ რუსთავში და რუსთავიდან ჩახვალ მე თბილისში რა გზა რო არ დაიკარგო იმიტომ რომ ჩემ დროს სხვანაირი მოძრაობა იყო და გამოვედი გავიხედე მარცხნივ გამოვიხედე მარჯვნივ ბლელა არაფერია გამიხდება დავინახე ბუტკა საღამოა რა საღამო აი პრავერკა ხო ხდები ხო 7 რისკენ შემოწმება ხო რაღაც და შემოწმების მერე და რაღაცა ჯიხურია რა მაგ ჯიბეში 14 ლარი თუ რაღაც და ჯიხური დავინახე ხარ და მივედი და ლუდიხია ეს ეგ მიფიქრე ეგრე ლუდი არა გავწევი და როგორ არა გქ რაღაც მაგრამ ესე გიყურებს ყველა რა ახალი გამოსული და ცუდი ბიჭია ციხეში იშდა და ბოდიშით რაღაც ერთ წელი თუ შეიძლება რაღაც და რაღაცა ლუდი გაიშთა რა თანხა გადაუხადე და აი მორგან ფრიმენი რო სვავს რა შაუშენკოში რა გსახურავზე რო თავისუფლების გემოაქო რა აი რაღაცა ეგეთი გემოქონდა არ ვიცი რა და ანუ იქ ნაგვის ურნასუფთად ჩავდე რაღაცა დგევა რა და ველოდები არ შეგათ რო შემოთრო ხო მაგრამ რაღაც სხვანაირად გავიშიტე რა ბიჭო ადრენალინი დოზით სამყარო აი თავისუფლების შეგრძნება რა და ველოდები ახლა რაღაცა იმას ეგრეთ წოდებულ სამარშრუტო მანქანას რა და მარშრუტკა შენ დროს რაფები გახსოვთ რა პატორიო ზემოთიდოეთ და რაღაცა გაიშიტა მოდის და ხელი დაუქრე და გააშერა და მივედი და ბიჭო ვაღებ და არ იღება იმენა ვაი მე მეთქი ალბათ არ მიიღებენ ხალი პეცი გაიჩინდა ხო დავდგები ახლა ეს და არ იღება შეიძლება არ გამიღე ხო დავიწყებ ხამივით რაღაც ახალი გამოსული არ შემამბრუნო უკან და რაღაცა მაგრამ ეწყინა ალბათ აროში არ გამიღო მზღოლმა რა და წადი ეგ ძალიან საყვარელი აღლიშებია ხო რა წადი რა შენ აროში ვიღაცა ხარო რა არახაში გარეთ გამოსაშვებიო და მაგრამ ეწყინა იმ პონში რომ კარგი საზოგადოებამ არ მიიღო და უზრ გავიხედე ვიღაც ორი პატარა ბავშვი გაიშიტა რა აზერბაიჯანელი წარმოების იქ მან მეტილი ეგრეთ ხორბე და ხოცა ასალამუ ალეიკუმ თქვენ გვერდი არ გასისტრიალ და კარები როლიქია და ჩემ დროს კარები ესე იყო და ესეთი ბავშვები შეხვდნენ შიგნით და ხელები უკან წავიღე რა ბანზი ვარ და დავჯექი ბოლოში კუთხეში რა და რაღაც თელეგზა სანამ რუსთავამდე ჩავედი რაღაცა თავს გზნობდი იმას რომ ალბათ საზოგადოებისთვის საშიში ვარ კიდე რა რაღაცა ზედმეტი ვარ და მე გადავჯექი მეორე იმაზე სულ როგორია რომ ყველა მიცის ხო რა და რაღაცნაირად გიყურებ არ შეიძლება არავინ არ გიყურებს ეგრე მაგრამ შენ გონია რომ ეგრე გიყურებენ რა ახალი გამოსული რო ხარ რა და ჩამოვედი თბილისი დავიკითხე მეორე ავტომობილში გადავჯექი და კოლმეურნეობაზე ჩამოვედი და ნუ კოლმეურნეობიდან ახლა ბარათაშვილის კიდე გადმოვედი ბარათაშვილის მოვდივარ უბანში ჩუღურეთში და ავიხედე უბანში შუქი არ არის წინ კორპუსში ვიღაც ახალი მკვდარია მეთქი ვინ გამომიშვა რა კარგად ვიყავი შუქიც ქონდა ტელევიზორი მანავერდა დავადი კარები გაიყო და პირველი დედა რა თქმა უნდა დედა წრევნები რაღაც იქ დაგეჭი გავჭი რაღაც სანთლები დაინცა წავიდი რაღაც ორი ჭიქა სამი ჭიქა იქ დაგე და ხო რაღაც აი იყო ეს და არის ალბათ ყველა იმ ადამიანში რა ალბათ ბევრი გვიყურებს და იცოდით რა ციხიდან გამოსული ადამიანზე ყველაზე არ ვიზახი რა აქ ხარში აქ ხო რა არის ნუ რას დროს ადამიანს ნუ შეხედოთ ისე რომ ის თქვენი მტერია რა იმან რას დააშავას გააფუჭა იმან მოინანია თუ არა მოინანია არადროს იმიტომ რომ არავინ არ არის დაზღვეული ციხისგან და საავადმყოფოს გარშემო შეიძლება თქვენს მოხვდეთ იქ შემთხვევით და მოგიწიოთ იქიდან გამოსვლა და აი მე რასაც ფიქრობდით გადაიფიქრებთ რა ასე რომ თავისუფლებას გავუმატოთ თავისუფლებას ბედინდე და რა მაინტერესებს იცი გლადიატორი გააკ ბოლომდე ნანახი 30 ჯერ
ანუ უყურე ბოლომდე მაინც. იმის პერო გამოვედი მე კინო რუსთაველში უყურე სპეციალურად იმიტომ კინო რუსთაველის საუნდი რაღაც დოლბი დააყენეს თუ გახსოვს კინო რუსთაველში საუნდი რო დააყენეს სხვა ეფექტი და არა მარტო გლადიატორზე ფილმზე საუბარი რიდლი სკოტი ჩემთვის ძალიან ჩემპიონი კომპოზიტორია და რეჟისორი რიდლი მეფიკას ჰანს ზიმერი ჩემი აღლიშები გახსოვს რები იყო ერთხელ მანქანით მოდიოდით იქ ვიყავით ზემოთ ასულები დამავიწყდა სოფელში ევგენასთან იქ ზემოთ და იქიდან რო ჩამოდიოდით ვიღაცა მირეკავს ბზიავა თუ ვიღაცა და რო უთხარი რომ კაი სკაიპში დაგირეკავ მე და მიჯდა და ტელეფონით რო გადაიხადით გამოვყლევდი და რაღაცეებზე ტაქს რო ვიძახებდი შეჩიმა იმ ძველ ნომერს რო ვეძებ ნომრით ხო საკალელობა არის ეგ ხო ნუ მაზავე ხარ რაღაცეებს კინოცოლი და შენ მარშრუტკა გაგიმაზავს ხო მაგრამ მე როგორ აღიდგინე შენი თავი ვაფშე ანუ აი შოუ ბიზნესში იმიტომ რომ შენი გამოსვლის მერე რეალურად დაიწყო ხო შენი კარიერა ასე ვთქვათ ხო მერე იყო მაესტრო და რაღაცები და კონცერტები და მთელი ამბავი იმის მერე ბევრი რაღაცები არ გავჩერდი რა შევხედე მოთხოვნილება არ არის არსად არ გეძახიან არსად კარებს არ გიღებენ მიდიხარ ივენთებზე გავიჩნდე ამათთან ხო კოტესთან გავიჩნდე ბიჭებთან რომლებიც როკ მუსიკას ალტერნატიულ რაღაცა სისტემას ლაივში უკრავდნენ და სადაც რაღაცა 1-8-იანი 12-იანი კუპლეტი ჰიპ-ჰოპი უხდებოდა რომ ვიღაცებს დავენახე რა ხო ხსები რა და იქ რადიო ტელევიზიაში ეგ ცუდი ბიჭია ციხეში იჯდა რაღაცა ჩვენი ყავს ხო ეს ყველა კანტორას თავისი ყავს რა მნიშვნელობა ის დირიჟორია თუ თქო სიტყვაზე დრამერია რა ყველას თავისი ყავს და არ უნდა დაგიძახებს რა და რაღაცნაირად ხო მე ტროტუარზე ვიჯექი სმა ჟოლობიდან იმის ფული რო არ იყო რომ მისაყოლებელი ყოფილიყო ჟოლობიდან წვიმის ყავს ვაყოლებდი ფიქრობდი წერდი არ ჩერდებოდი მე რაღაცა სადღაც რაღაც 2 კაპიკი ვიშოვე წავედი სახში სადაც ცხოვრობ დაბლა სარდაფი იყო ძველი მიტოვებული და გავასუფთავე და რაღაცა სტუდიის თემაში გავაკეთე რომ დავიღალე რა ხან ერთ თხოვდი რომ შეიძლება თქვენ და სტუდიაში მოვიდე რაღაცა ნახევარსაათი იმუშაო ვოკალი დავუდო ჩავწერო შეიძლება იქ ზოგი ფულს გთხოვ ზოგი არაფერს არ გთხოვს მაგრამ ზოგს არც არია რომ მიდიხარ 200-ზე ეწყობი ხო 20 კილომეტრი რომ უნდა გაიარო როდესაც შენი თემა და ტექსტი გიდევს და მუსიკა თავში გზაში გავიწყდება რაზე მიდიხარ და უკვე აღარაფერს არ აკეთებ მოდიხარ უკან და ისევ შენი უნდა გქონდეს და სახელოს თუ ჩემი საკუთარი შენი საკეთებ თუ ვინმე ყავს ყველაფერს ჩემი ყველაფერს ბიტებსაც შენ აწყობ ჩაწერა ყველა ბიტი ვოკალი ტექნიკა აპარატურა მაქვს ყველაფერი მეტი გერმანული რა თქმა უნდა გერმანული ტექნიკა მაქვს და ჩემი ვაბალანსე და ვაფშე ყველაფერი მასტერინგი იქ ვისწავლეს ყველაფერი და ეხა სად ხარ რა პროცესში ხარ ეხლა ვარ სიმართლე გითხრა აი უბრალოდ აი პროსა ახლის ჩაწერას რო ვიწყებ რაღაცა ტრეკის რაღაცა კი არ მეზარება აი მოთხოვნილება იმ ძველებზე რა და ძველი ბიტები და ტრეკები რომლებიც მაქვს ჩაწერილი ხო იმას ვიღებ მაშინდელი უხარისხოებს და ვაბალანსებ რაღაცა ზედმეტრასა ვჭრი და რითმს უნარჩუნებ და რაც აი მაინც პაპსარა კომერცია რა რასაც შეგიკვეთავენ იმას უკრავ იმას აკეთებ კი არა მაგრამ თაშას გისტორდება იმასაც აკეთებ, მაგრამ ის გისტორდება რომ მაშინ როცა არ გიფასებდნენ და მაშინ როდესაც არ გეზახოდნენ და მაშინ როდესაც იმინამ შიერს ტოვებდნენ, ეხლა ლეგენდა. ხო? ეს ლეგენდა გამოატარეთ, უბედინა. ნუ ხომ არა წარმოიდგინე რომ სხვებს ეგ არ მოწევიათ ცხოვრებაში დაფასება და შენ მოგიწია სადღაც, ხო? ანუ ვიღაცები ისე წავიდნენ რომ ვაფშე ვერ აღიქვეს. და დღეს რავი, ნუ ეგ აი გამოვშტერებული ქუჩაში ვერ დავდივარ, რომ მივდივარ პურის საყიდლად, გზაში იმდენი ხალხი ხდება, რომ ბედო მიყვარხარ, მამაოები ხდებიან, გდლები, ჩემი თაობის რო, ჩემი ბავშვობა ხარ და მეხუტებიან და პატარა ბავშვებიდან დაწყებული, რავი, უფროსი და სელფი სურათი რაღაც იქ და რადგან მივდივარ პურის საყიდლად, ვავიწყებ რა ზემოდან მოვდივარ როგორ დაბნეული რომ ვზივარ ხოლმე ეს დებილებით რა და აი რაღაც ეს პატივისცემა ხო და კაია რომ ეგ შეგხვდა ხო რა თან კიდე რა არის აი არის ეგეთი სიტყვა რა რუსული სიტყვები არ მიყვარს რა გამოვიყენო რა შენ გადამითაგნო ისო მანია ვირიჩია რა არის
კანდიდატების მანია. კანდიდატების მანია. აი ეგ არა მაქვს რა. ძალიან კარგი. მაგიტომ ხარ ბედინა. ის ტიპები ხო რომელსაც უყვარხარ და ამას რო ხედავენ შენში ისე რომ არ აქვს თავში ორდინე. ჩვეულებრივად მეტროსი დადეს, ველოსიპედი დადეს, ხო შუს მართლა ველოსიპედი დავდგა. და აი ეს არა მაქვს რა ვარსკვლავური დაავადებაა კიდე. ხო და სახალხო მაგიტომ ხარ, ანუ ხალხს ეგევასება რა მაგათში რო ხარ და ვიღაცა ვისაც ეგ კანდიდატება აქვს თუ რაღაც ეგ ხო იმათთან არა აქვს ეს იდენტიფიკაცია თავის და შენთან აქვს. ხო რა და ეს იმიტომ კი არა რომ ეგ თქვა ტიპებმა ეს მე დავინახე ეგეთი ვარ. ეგეთი ვარ და არც მიწდება რა და პლუს კიდე ამ ყველაფერთან ალბათ იმას ხედავენ ჩემში რომ არ წავიდე რა არცაც რა იქ რაღაც დიდი ფულის არშენოთ არ შეყო ბოდიში კი არა და მართლა არა ბოდიში პოლიტიკაში არც იმ პარტიაში არც ამ პარტიაში არც კომპარტიაში არც ამ პარტიაში და რა არ მაგიტომ ხარ ბედინა არა რა და შეიძლება ის 100 კი არა შეიძლება ის 100 ლარი ჩემთვის უფრო ძვირფასი იყოს და ალალად ნაშოვნი ერთ სიმღერაში ვიდრე ის 10000 ბოდიში და ვაზელინ წასმულ ზუსტად ხო ხსები რა ნიკა რა არ ვიცი შეიძლება ეს კომერციული იყოს ეს თემა არა კომერციული ბიზნესური მაგრამ აი ეს ალბათ ქრისტიანული თემაა რა იგინაცვალე ჩვენი ძმა ხარ მე უფრო თორე ის რომ მეუნები არა ბედო რა უყვარხარ თაობები გაიზარდნენ თო და თაობები დღემდე შენზე იმინა ბავშვები პატარა შვილები ტიპები მოდიან ჩემ შვილის უყვარხარ მე ხა აზია რა ვარ რეპი ვაფშე რა არის მასტერი რომ ერავის ძო გაზდილიო ვარ იმას შავლეგოზე და ოქტები შალახოზე აზია მაგრამ ჩემ შვილის უყვარხარ და ჩემ შვილის უყვარ მეს მიყვარ რა ძმაო არის ბიძაკაცები რა მასტერი რა ხო რა იცი რა არის მაგრამ რო არ შეეშვი რა ჩვენ ხო რო არ შევეშვით იმიტომ რომ რამდენმა დაიწყო ჩვენთან ერთად და ჩამოშორდა იმიტომ რომ ან ფული არ იყო ან რთული იყო ან რაღაცა სოლი მოიყო რა და ეგეც დასაფასებელია ხო რომ სურო ყველაფერსთან სურო ბანძ მუსიკას ვაკეთებდე იმიტომ რომ არ გაჩერდი მაგიტო ქონია ეგ რა რომ ტიპებს რომ აი სააღოლ სხვათა შორის აი ინგლიში რა მაშინ ჯერ კიდე ალბათ რა 30 წლის ვიქნებოდი და ტიპები რომ მეკითხებოდნენ რა შვები და რომ ვეუბნებოდი მუსიკოსი ვარ თქო რამხელა პატივისცემა მოდიოდა იცი რატო ინგლიში 30 წლის ასაკში თუ მუსიკოსი ხარ ესე იგი ეგ შენი პროფესიაა და მაგით ფულს შეულობ იმიტომ რომ სხვანაირად აი 20 წლის ასაკში ყველაა მუსიკოსი მოხდები როგორც აი შენ რო თქვი რა ყველა პოეტი არის რა თინეიჯერობაში რა ეგ თუ გააგზელე 40 წლის ასაკში ისო თუ პოეტი ხარ ესე იგი პოეტი ხარ რა და ეგ დასაფასებელია ძალიან რა იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ძალიან რთულია ეს გზა რა ანუ შემოსავალი ხა ნუ ესეთია რა ხან გაარტყავ ხან არა ხან ქშია ხან რაღაცებს აგროვებ რომ სიგარეტი იყიდო რა ხო და ნუ მაგიტომაც უყვარხარ ხალხს და მით უმეტეს საქართველოში არის ყველაზე სუდი არა არა ყველაზე სპენელი რა ქვია კრიტიკული კი არა როგორ სპენელები ყო ქართველები ხო ისი არ გიყურებენ შენ არა როგორც მარტო ხელოვანი ხარ რა იმ პონჩი რომ შენ მაგარი მუსიკას წერ და მაგარი შემოქმედი ხარ შენ სხვა მხარიდან გიყურებ როგორი ადამიანი ხარ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ელემენტარული ნიკუშ აიღე ხო სიტყვაზე მერკური ფრედი ხო ტიპი ფრედერიკ ბულსარა საიდან სად მოხდა იქით აქეთ მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე ხო ის როგორი რა მიმართულების ადამიანის იყო ხო არ ვიცი ხე მიხვდება მაგრამ ამ დროს ქართულ მენტალიტეტში არ ჯდება მის იმიტომ რომ ხო არ ევასებოთ აუ ეს ისეთია ეს მაგრამ ამ დროს ტიპები არიან ძმაო მაგარი ქართული კაცები რომლებიც we are the champions აი ეხა მე ძალიან we will rock you უსმენენ და ამ დროს ტიპი იყო სხვა ორიენტაცია ნუ არ ვიცი აღარ ვიცი ისე ხო არა ეგ ძალიან ჩაოლებრივი რაღაცა ნახე საბჭოთა ქართული მესმის ხო შეხედულებებით რა ხო ხტები არ ხართ დაკვირვებულები რომ აი საბჭოთა რეალობაში რა იმის და მიუხედავად ძალიან ჰომოფობური ეს იყო გარემო იყო ხო მაგრა ევასებოდათ გეი მონღერლები არტისტები გახსნილი აი ხა რუსეთშიც უმეტესი სელებრიტი არის გეი და ბებიები ვიღაცები გიждდებიან ხო ამ დროს ხო ან პროპაგანდა საქართველოს ეგრეა ხა ნუ ხო ხტები
ხო და იმიტომ ვიძახე ყველაზე პრობლემატიური მსმენელი ყავს ქართველებს რა გიყურებენ არა მხოლოდ მარტო შემოქმედი და არამედ როგორც ადამიანი პიროვნება როგორც ის იმ ქვეყნის შვილი როგორი ქვეყნის ქვეყანასაც შვილი უნდა ყავდეს და აი ამას რა შეიძლება იყო მაგარი კი არა შეიძლება იყო რა არ ვიცი მოსარდე კი არა მაგრამ ამ დროს არ ქართულ მენტალიტეტს და ქართულ წესს და ადას არ უხდებოდი და ამ დროს გაგავს სხვა რაღაცა ვაფშე ამბობ. იგივეზე ვიძახე რა ისე და ისე ფრედი მერკურის დაუბრუნდები რა. ტიპები ფრედი მერკური ესეთია ეგ იყო მაგრამ შენ არ გაინტერესებს ვინც გევასება არ გაინტერესებს იმას ცხოვრება? მე სუკითხულობ ხოლმე ისტორიას რა. ხო, მაინტერესებს. ყველა ვინც მეოსება, ყველაზე ვიცი ვინ რა ტიპი იყო, საიდან მოდის. ხო, აბარა დოკუმენტი. იმიტომ რომ მე უფრო კონტექსტს მაძლევს რა, რომ ეს სიმღერა რა პონჩი დაწერა. როგორ შექმნა? ზუსტად ხო. და რას ნიშნავს და უფრო მესმის მე რა. ზუსტად. ხო და იმიტომ ვიძახე ჩვენი ქართველი მსმენელი არის აი მაგამბავში ძალიან ცოტა ავი ადავარქო არ ვიცი რა ცუდი სიტყვა არ მინდა რო თქვა მაინც ისეც ასე ჩვენები არიან და მაგათი დასამარხები ვიყავთ მისმინე და სად დადიხარ ერთობი რა შვები ბავშვი სიმართლე გითხრა არ ვერცობია ვინ რა არის ვიღილები ხოლმე როცა ვერცობი რა და ეს ბოლო ხანები დავამოღამე მაგრა რა დავამოღამე რა კაი ხანია ტყეში დავდივარ ხშირად ძალიან მარტო ახლომახლოებში ბეტი წელი კოჯრის ტყეში რა სოლოლაკიდან ნავალ მანქანას გავაჩერებ ავტომობილზე მე დავდივარ ძალიან 5-10-15 კილომეტრი ვივლი რაღაც სეზონზე როცა სოკოს პერიოდია სოკოს გრიფაო როცა რაღაც ხე სტრუდა ერკვევი ეგეთ რაღაცეებში სოკოს როცა დავინახავ ხე დახრილი ან წაქსეულია წამოვაყენებ მიწას რაღაცა ჭკაბ მოვეფერები დაველაპარაკები შეიძლება გიჟათ ვიღაცამ შემომხედოს მცენარეებთან და ბუნებასთან უფრო მეგობრობ ეს ბოლო ხანები ვიდრე ადამიანებთან ისე რატო ყველაზე არ ვიზახი, მაგრამ ადამიანების ბოლო ხანები რაღაც უმადურები გახდნენ რა. იმ ხრიდან რომ რაღაცას ერთხელ ხელს გაუწვდი, ორჯერ ხელს დაუწვდი, მესამე დაეხმარები, მე როგორ ვალდებულად ხდის ის რო და უარს რო ეტყვი და არა მაქვს რო ეტყვი და რაღაც მე სხვანაირად შემოხედავს რა და სცენარის ეს ტიპი არა რომ შეიძლება 3 დღე წყალი არ დაუსხა და მეხუთე დღეს მიხვიდე და გაბუტული არ დაგხვდეს მაგრამ თემად შეიძლება იმედი გაგიცნოს ხო შეიძლება გეგონოს რომ კარალიოკეა და ხურმა აუ ეგ შენი პრობლემა არის კარალიოკე როგორია ხურმა ამ დროს კლიავია რა ამ დროს დასაწყისშივე რაც იყო ის იქნება სულში და ცვალებადობას აკეთებს ჩარევები იქ იმ სოციუმის ამ სოციუმის ცუდია თუ კარგია ცვალებადია რაც არ უნდა მოხდეს მე ერთნაირად მეყვარები სულ ვიცი ეგ მიმღებლობის ამბავი და ვერთობ ეგეთ ამბებში რა მარტოობაში რა არ მიწევს წავალ ჰაერზე მე თუმცა მეტი წილი უფრო მთაში ზემოთ რა სადაც ჰაერია სულთა ჰაერია ნამდვილი ციყვი გადახტება დაბლას ღარბი გაირმეს რაღაც აი ჩამოდი ხოლმე ტყეში ავიდეთ აკე შორს ახართ აუ ახლა რა გავაკეთე სულ არ არის აცობი ხო მაგრამ სანამ დიღობს გამოსცემი უკვე ჩასვალე რა გითხრა მე ვარანსოვიდან ეგრე ჩე სოლოლაკი კოჯურზე ავდივარ კორონა და ეს იქაურობა საწოლო იმიტომ რომ იქ არის გაზდილი ხო იზარდა 1500 არ გაზდილი 1500 მეტრია ზღვის და იქ უფრო მაღალია სივრცე აკეთო მოდი ბარემ ყაზბეგში ხო და აი რაღაცა აი მაგ თემაში ვისვენებ რა მით უმეტ ვერთობი შენ სადაური ხარ ძველ თბილისი 4 არა უკან კიდე არა რაიონი გვარი საიდანაც ხარ ბედინაშვილის გვარი ხვაციხე სად არის ხვაციხე არის ჭიათურის სულ ბოლო სოფელი იმის მე რაჭა ზემოთ ხაზალოს გასაყარი ხარ რაჭა იმერეთი გვარი იქიდან მოდის თორე 4 თაობა მაგუბანში ცხოვრობ გართობა 12-ში რავი გო მართლა რავი ხო რავი ზეიხარ და საგურამო შეგე 12-ში და როგორ გაიმართა მხარეში 12-ში რა ხდება გამოუშვი კონცერტი აქვს 12 დეკემბერი აუ თუ მოხდებით სად ბოდიში ბიგ ბენთან არა და ლუვთან ვახტანგ გორგასალის ქუჩა ნომერი 3 ძველი თბილისი ბედინა სოლო კონცერტი კარაოკე რას ლაპარაკო არა მაგით უნდა დაგვეწყობი 12-ში შემოსვლა უფასოა ფეის კონტროლი ხიზელი და ჭაღარები მართ всё ყველანი ბედინას კონცერტზე 12-ში მობზანდით საათნახევარი ცოცხალში ლაივში მაგარ ჯელტმანური ჰიპ-ჰოპი ქართული ჩვენი ერი გენაცვალეება ასე რომ გელოზებით რა სიტყვი გოგო მადლობა რატომაც არა მობზანდით წინასთან ზარი ბედინასთან და დაბრუნებული გაქვს დაჯოშნული ადგილი სადაც გენებოთ დავზადებით 12 ბედინ დიდი მადლობა რა არაფერს მადლობა თქვენ და გამიხარდა ძალიან ნიკა როგ ნახე და მაინც შემოქმედებაში ხარ რა ვარა
ყველაზე მაგარი იყო რომ მივწერე რომ რა ვახარ ძმაო თქო და სმუკი მომწერა ვიცოდი რა ბავშვი იყავი ალბათ ბედინა უნდა მარა მადლობა რომ გაგახსენდით რა რა სამბოთ yes sir აბა კარგი იყო